საღამოშვიდობის ერთი შეაბურთი და მოედანი დღეს პარასკევია და ჩვენ ბუნებრივია ამ სტუდიაში ვიკრიბებით. მოდივი წამყვანები ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საულქაძე და ლაშა სილოდოვა ვიქნებით თქვენთან ერთად და გვეყოლება ჩვენთვის კარგად ნაცნობი სტუმრები, ჩვენი კოლეგები გია გორგოძე, რომელიც ხშირად არის ხოლმე ჩვენთან და გამოირჩევა საინტერესო მოსაზრებებით ამა თუ იმ საკითხებზე და ილო ბაბუნაშვილი ასევე ჩვენი კოლეგა ძველი სარბიელელი და რა ვიცი ჩვენი მეგობარი. იცით რა რაც არ უნდა ახლა ჩვენ ვიყოთ სერიოზულები, რაც არ უნდა ჩვენ თავი შევიკავოთ, ეს სამეზობლო დერბი, რომელიც ჩვენ მოვიგეთ ბრწყინვალე გამარჯვება, გაგვახარა ყველამ ამ 3-0-მა, მაინც ყოველთვის წარმოშობს რაღაც სიამაყის, ხანდახან იუმორის და ასე შემდეგ, ხო? შეგვიძლია თავაწეულობა ვიაროთ. ეს არ არის მარტო ქართულ-სომხური ფენომენი, ხო? მთელ მსოფლიოში სამეზობლო დერბი ყოველთვის ასე მოინათლება ხოლმე და მივიღოთ ეს სიამოვნება, იმიტომ რომ ასეთ დერბიში მარცხი ტკივნეულია ხოლმე. საბედნიეროდ ჩვენ უფრო მეტი გამარჯვებები გვაქვს და ალბათ ამ გადაცემის დროს გავიხსენებთ იმ ტრიუმფალურ მატჩებს, როცა ჩვენ გარკვეული პერიოდი აი ესე სიამაყი დავდივით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი ერი მჭიდროდ არის ერთმანეთთან ჩვენ ქალაქშიც არაერთი მაცხოვრებელია და ყოველთვის ძირითადად იუმორში გადადისხულნენ, მაგრამ მაინც რაღაც სიბრაზეც ახლავს, ხო, ვინც წაგებულია იმის მხრიდან და რა ვიცი, ეს ყველაფერი შესავალი, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ბრწყინვალე გამარჯვება იყო, ორმაჩიანი დუელი კი არის, მაგრამ მე მგონი მეორე მატჩმა აზრი დაკარგა, ვის სიამოვნეთ ყველამ, ნახეთ კიდევ ერთი ინტრიგა რაც იყო ამ მატჩის და კიდევ ერთი სიხარული ის იყო, რომ მიქაუტაძემ, რომელსაც მოედანზე ფეხი არ შეაყოფინა ვანსხიპმა, გამოვიდა და ეგერ ორი გოლი გაუტარა და დასხიპა და ანახა ვის არ ათამაშებდა თურმე ეს სპეციალისტი. ეს ერთმანეთთანაც ესეთი საკმაოდ მეგობრული საუბარი ჰქონდათ, მე გამოჩნდა იქ კადრები. გარეგნულად მეგობრული. ხო, არის ის ვანსხიპმა სხვა ჩვენ ფანტასტიკური ფეხბურთელი თამაშზე. იმდენი ლაპარაკა და ისეთი აღტაცებული ლაპარაკობდა მიქაუტაძე, ეგონება მიქაუტაძე არაცლიდა მაგას იმას. ხო, მაგრამ თამაშის წინ ძალა რომ მეო ბრობი მყავდა და აკპოვნეო რა. ხო, ამიტომ რა მეკანა. ბრომი და აკპობი რა. ბრობი და მაგას ეგერიც აღარ ყავს უკვე. მაგას ვინც ყავს, იმათ 3-0 მოუგო, ეგერ მიქაუტაძე დამეყენებიო, ბრობი მყავდა და აკპოვნეო. ხო, საჯანდაბაში ეს აკპოვნე არ ვიცი და ბრობი რო ისი რა ჯანდაბაში ისინი კიდე არ არიან თათუ მაში რა ქვია. იმათ რო კითხო, ბრობის რო კითხო ჯანდაბაში ესაა. ის რა ქვია, ვანსხიპი. ხო, ეგეც არის, ხო. მოკლედ, ასე იყოთ, ისე დავიწყოთ უნდა ამ თამაშზე საუბრი და დავიწყოთ უნდა თან ფრაგმენტები და მოდი, ილო გია მე უფრო ცლად შეაჯამებს, ვიცი და რა მოლოდინი ქონდა ამ მატჩზე? იყო თუ არა ეს შენთვის გარდა სპორტული ანგარიშის ინტერესისა სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი მატჩი და რაში დაბეჭდება დაგიტოვა? ნუ სხვა მხრივ როგორც ყველასთვის კავკასიური დერბია, ძველი ერთმანეთის, ასე ვთქვათ, გამღიზიანებელი გუნდები, რომლის გულშემატკივრებიც მე მართლა ანეკდოტებს იგონებენ, ნიშს უგებენ ერთმანეთს და ასე შემდეგ, შეინთქმის არ იყოს ეს მარტო ქართულ-სომხური ფენომენი არ არის, ეს მთელ მსოფლიოში ესეა, მახსოვს მე არ დავსწრები ვარ ამას, მაგრამ ერთი მიყვებოდა რომ Manchester United-ში ერიკ კანტონა რო ძალიან მაგრა თამაშობდა, იმ პერიოდში თამაშის მერე, ერთ-ერთი თამაშის მერე, როდესაც კანტონამ ძალიან მაგრა ითამაშა, შევესწარიო ასეთ სცენასო, რომ ეს გულშემატკივრები მოდიოდენო ესე ოლტრაფორდიდან მდინარე გულშემატკივრების და მღეროდნენ კანტონაზე სიმღერას, რომ ესეთია მაგარია, გოლები გააქვს, ის არის, მაგრამ ფრანგია და მან ეს იცის. ნუ ასეთია სამეზობლო, ასეთია დერბი და შესაბამისად მეც ისევე როგორც ყველა ქართველს და ყველა სომეხს მქონდა აი ეს დამატებითი ესეთი დერბისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება. რაც შეეხება ახლა საფეხბურთო მხარეს, რა საკვირველია საქართველოს ნაკრები დღეს ობიექტურად უფრო მაღალი კლასის და უფრო გამოცდილი გუნდია, თუნდაც ევროპის ჩემპიონატ მოვლილი. აქ სულ რომ არ ვილაპარაკოთ იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც ალბათ აქვს სომხეთის ნაკრებს, იმიტომ რომ იქ ვიღაცებმა უარი თქვეს თამაშზე, ვიღაცებმა დაანებეს, ვიღაცებს არ ყავდათ, ნუ ეს არ ვიცი, ხლა ეს მათი შიდა სამზარეულო ახლა.
თუნდაც ყოფნით ეხლა ჩვენც არ ვიყავით სრული შემადგენლობით. ჩვენ არ ვიყავით თუ არ ვიყავით სრული შემადგენლობით. თქვენ ხომ ხითარიანს არ ვამბობთ ხო ხითარიანი 3 წელი აღარ თამაშობს. ხო, ხითარიანი აღარ ითვლება და ეხლა იმდინარე ფეხბურთელებზე ლაპარაკობთ. ნუ ეს ასე ვთქვათ, მათი პრობლემაა ეხლა ჩვენ უფრო დიდი ფიგურა გვაყოლდა ვიდრე მათ. ხო, მარტო კვარაცხელი კაშიაზე რო ვახსენოთ, მარტო კვარაცხელია რო ვახსენოთ, ხო? მაგრამ ზოგადად ჩვენი გუნდი უფრო გამოცდილია, უფრო მაღალი კლასის არის, ევროპის ჩემპიონატია გავლილი, შესარჩევში აქ მოგებული ესეთი იცი რა არის ესეთი ბრძოლაში უნდა მართლა მოინათლო და გამოიწრთო რა როგორც იყო თუნდაც საბერძნეთთან რომ მოვიგეთ 2024-26 მარტს ხო და ეს ყველაფერი გავლილი ხონდა და ამდენად ველოდი ჩვენების წარმატებულ თამაშს ну თუმცა ეხლა რაღაცა როგორც ადამიანს სადღაც გულში ისიც მქონდა რომ ვაი თუ რაღაცა ასე დამაჯერებელ მოგებას ელოდი? არა ასე დამაჯერებელ მოგებას არ ველოდი ეს უკვე რატომ მოხდა ასე ეს უკვე ალბათ სომხეთის ნაკრებში უნდა ეძებოთ ამის მიზეზი იმიტომ რომ თუნდაც იმავე თამაშიდან რო გამოვიდეთ სანამ სომხებმა არ დაუშვეს უხეში შეცდომები მანამდე ახლა ესეთი თამაში იყო რა ბურთი ჩვენი იყო ინიციატივა ჩვენი იყო ვაგორებდით ამ ბურთს მაგრამ რაღაცა ახლა პენალტი არ მოხდეს ხო პენალტი არ მოხდა და მოხდა გამანადგურებელი ანგარიში არ ჩანდა რაღაც ახლა შტანგებს გავარტყით და რაღაც დავღუნეთ იქაურობა ესეთი რაღაცა არ იყო ნუ ძალიან კარგი თამაში იყო ორ თამაშიანი ესე ვთქვათ დუელის პირველი თამაშისთვის ძალიან კარგად მიდიოდა მაგრამ ეს არ იყო რომ დედა რა ვნახე და შევჭამეთ და ასე შემდეგ ბურთს კი ვაკონტროლებდით რასაკვირველია კი ბატონო მაგრამ მე როგორც კი მათ დაუშვეს ეს უხეში შეცდომა პირველი მე მეორეც მოყო ნუ აირია საერთოდ მათი თამა იცი რა მომეჩვენა მე რომ მომეჩვენა კი არა და ალბათ ასეც იყო ხო რომ როცა ისინი თამაშობდნენ თქვათ ისიც რომ ეს ერთგვარი თანაფარდობა განპირობებული იყო იმით რომ ძალიან ესეთ მჭიდრო პრესინგს გვეთამაშებოდნენ სომხები მაგრამ როგორც კი ჩვენებმა დაიწყეს პრესინგის თამაში იმ წუთშივე იმათმა დაუშვეს აი ის უხეში შეცდომები რომელზეც შენ ლაპარაკობ რა იმიტომ რომ ჩვენ ასეთი იმათმა პრესინგმა ის შედეგი ვერ გამოიღო რაც ეპიზოდურად ნაჩვენებმა ჩვენმა პრესინგმა რა და მე მგონი ესეც კლასის მაჩვენებელია რომ შენ როგორ ასრულებ ამა თუ იმ თქვათ კომპონენტს ხო აი გულწრფელად გეუბნებით თავიდან რომ უყურებდი და რომ დავინახე რომ სომხები თამაშობდნენ ამ აღარ პრესინგს და ბურთის წარსმევას დამჭა შტაბეჭდილება გავიფიქრე რომ ალბათ ვანსხიპი ამ პრინციპების დანერგვას ცდილობს და ეს არის მისი პირველი თამაში იყო ხო კი და ესეთი ერთგვარი ნუ ექსპერიმენტი არ პირველი გაკვეთილი ვთქვათ მიუხედავად იმისა რომ გაკვეთილი დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვან პლეიოფს მაგრამ ნუ ხლა სხვა რა ექნა ხო ასე მოუწია იმ კაცს და ну ალბათ მომავალშიც შეეცდება რომ ამ პრინციპებზე დაყრდნობით განავითაროს სომხეთის ნაკრების თამაში მაგრამ ну ახლა მოხდა ისე რომ თქვათ მისმა პრესინგმა პირველი 20 წუთი ასე თუ ისე რაღაცნაირად ის უზრუნველყო რომ ჩვენ მაინც არ ტრიალებდით იმათ საჯარიმოს მისადგომებთან კი ცოცხლე პასები გქონდა მაგრამ ხო მართლა იმ პენალტის ეპიზოდი ყოველ მე მგონი 5 წუთში მაგას გავარჩევთ ჩვენ პენალტის გადავიდეთ ახლა გიასთან გია ესე იგი ვახსენეთ ის დაპირისპირებები არის კავკასიური დერბი თბილისში 7-0 საამაყო ანგარიში 4-1 სულაქველიძე რო გააგდეს რაზდანზე 10 კაციანი წინვალი ხო 10 კაცით რომ მოუგდით შენგელიეს სასწაული გოლი ყველას გვახსოვს დათუნაშვილის ამბავი როცა აი ხუმრობები და ანეკდოტები 5-0 ხო დათუნაშვილი გარისა ანუ ხუმრობა იყო რომ ბავშვი საჭმელს რო არ ჭამსო მშობლები ეუბნებიან გადაყლაპე ხა ეს ლუკმატორე დათუნაშვილი მოდისო და ხო ოღონდ ლევან მაპატია ამას წინათ სოციალურ ქსელში წავიკითხე ქართველი გულშემატკივრები ნუ ამ ამბავს იხსენებდნენ ვიღაც ახალი თაობის წარმომადგენლები ეთყობა და თქვენს რომ 5 კუთხურიდან ჩაუხვია 5 ბურთიო და ასეთი რაღაცა ეხლა ზედმეტ უნდა გაეტანა მაგრამ იქ რაღაც პასი არის ხო ეს თამაშები და
პირველი რა თქმა უნდა არა, შენ იცი რა, მასე 0-4 თბილისში გვაქვს ჩვენ წაგები არა, ხო, ეხლა კი, მაგრამ ხო ჯერ გამარჯვება. ტრემ აღმართეს ცოცხალი ყედები. რა ქვია და პირველი ესეთი დიდი ხმაურიანი მოგება ჩვენთვისაც პირველი დიდი გამარჯვება, ხო? ეს იყო თასის ფინალი, როდესაც 3-0 მოუგეთ და ავიღეთ პირველად საბჭოთა კავშირის თასი. მაშინ დაიწერა ის უკვდავი სიმღერა ვაჟა აზარაშვილის დინამო და ბევრს გონია რომ 78 წლის ჩემპიონობას მიიღო, მაგრამ ეს დაიწერა იმ გამარჯვების მერე და ასევე 3 სექტემბერი. ხო, და რა ქვია? ეგ როგორ დამავიწყდა? ფირუზ კანთელაძის პენალტი. მე მგონი ერთხელ აქვს დარტყმული. არავის არ უნდა დარტყმოს და გაიტანა იქ პენალტი და ეხლა კიდევ სასაცილო ისტორია ის იყო ადრე მოვყივი ამ გადაცემაში, მაგრამ ეხლა ესეთი სასიამოვნო ანგარიშისთვის კიდევ უნდა თქვა რომ მაშინ ფოსტა მიდიოდა ერევანში თბილისის გავლით, ანუ მატარებელი მოდიოდა და აქ რაღაც გადატვირთვა ხდებოდა და მიდიოდა იქეთ საბჭოთა კავშირის პერიოდია და ჩვენი ისინი რა ქვია პოსტის მუშაკები არ ეზარებოდათ და ყველა წერილს და ამანაც თურმე შტამპს 3-0-ს ასწოდნენ და ისე ატარებდნენ ხო და აი ასეთი ამბოვის თურმე შენ იყავი ხო მოსკოვში? ხო და მოგვიყევი, იმიტომ მივედი ამ თამაშამდე რომ მინდა რომ ეხა ეს თამაში ყველა ვნახეთ და ის თამაშიც ბევრს ნანახი გვაქვს, ზოგი პატარა ვიყავით არ გვაქვს მაგრამ ძალიან მაგარი მომენტი ქონდა არარაც დასაწყისში 0-0-ზე ქონდა ხაზზე გაიარა ბურთი. ხო და აი ამ თამაშის მომსწრე არის და რა თქმა უნდა ამაზე ვისაუბრეთ და ესეთ ერთ-ერთ ყველა ძვირფას მოგონება ალბათ და მაგრამ პირველი ის მინდა რომ ჩემი თავი დავიჭირი ამ თამაშის წირო თუმე როგორ მოუნატრებია სანაკრებო ჩვენი ნაკრები 4 თვიანი პაუზა ქონდა არ ვინახია ისედაც ეს ფეხბურთის უსტაბაშები სანაკრებო ფეხბურთის კალენდარის ეს შეყუმშეს და ესეთი ეხა ის რეალმა რო გაასაჩივრა 72 საათი თუ არ იქნა პაუზა არ ვითამაშებოდა. ყველა სანაკრებო ის არის 72-ზე ნაკლებში. ხან 56-ში, ხან 58-ში. წამოდი, როგორი პატარა ფანჯრებია. და მართლა მონატრებული მქონდა რა. რა გითხრა რომ შედეგზე ძალიან ნერვიულობდი, არა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი რომ მოიგებდნენ. ეხა აგარი 3-0 არ დამსიზრებია, მაგრამ შედეგზე დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ რომ უბრალოდ დონეში ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ დონეში და ხო, მაგრამ იცი მე მაბადე რომ გაგაწყვეტია მე ზაზუ ნერვიულობდი, იცი? რამდენი შემთხვევა იცი შენ, ეხა იმ თაობის, რომელზეც ეხა ლაპარაკობ, ხო? როდესაც ბევრად უკეთესი ვიყავით ჩვენ და ჩავსულვართ ერევანში და ვერ წამოვიღე აქედან ქულაც კი დაუშვათ, ხო და ხან თასიდან გავარდით ესე შემთხვევაში იყო მე უკვე 90-ში თასის მფლობელები რომ ვიყავით წავაგეთ ხო მაგას გონი ანუ ესე ეხა უკეთესი გუნდი რო ვართ ეს არ არის ყოველთვის ფეხბურთი მაგითია ალბათ საინტერესო და არ გავს დაუშვათ სპორტის ზოგიერთ სხვა სათამაშო სახეობა სადაც გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილი იმიტომ რომ თქვა აუცილებლად იმარჯვებს ხო ფეხბურთის მთელი ხიბლი ამაშია ხო არა მეტოქეების ფენომენიც არსებობს ხო შეიძლება ბოლომდე ვერ ვთქვი მაგრამ უბრალოდ ერთი ორი თამაში იყო და საფასო არა კაცო იმას კი არ გეუბნები რომ მე უბრალოდ მე მაგას ცოტა მეშინოდა მაგაში გეტყვი რა ჩემი მაგრამ ეს ნაკრები ვერათ უფრო ცივსისხლიანი გახდა კი ვერათ უფრო ცივსისხლიანი და ისწავლა მეტოქის შეცდომებზე ეს სომხეთის ნაკრები კი არა პორტუგალია და ესპანეთი დასაჯეს კონჩეტებზე ხო მაგას გულისხმობდი ხო უბრალოდ მართლა ძალიან უფრო მეტად მაინტერესებდა ამ 4 თვის შემდეგ ამ რომ ახალი პაემანი შედგებოდა ნაკრებთან როგორ გამოიყურებიან ჩვენები ეს იყო ჩემი თავარი ინტერესი ამ თამაშში და დიდი ღელვა ამიტომ არ მქონდა მე თქვენ პრესინგი დაიწყე და სწორია ეხლა პრესი ცოდნა უნდა რა ეს პირველად ნახე მარცხენა თავისი სომხეთის ნაკრები და ერთი პრესის მე თამაშობს 90 წუთი ერთ-ერთი გუნდი ამიტომ ეს დონის გუნდი როგორც სომხეთია მე საკმაოდ ტექნიკური და ცივსისხლიანების ხალხს აღმოჩნდნენ ჩვენები ხო ახალგაზრდა მცველით გოგლიჩიძე რომელიც მე ცალკე ვილაპარაკეთ და ძალიან მომეწონა და იმაში რომ დიდი ხნით მოვიდა ნაკრებში და მოვიდა ძალიან კარგი კაცი ყველას ამოქონდა ბურთი იგი დააზაროშვილი და ამოქონდა ბურთი ბურთის ამოტანაზე პრესი ძალიან ადვილად იცილებდნენ ჩვენები აზაროვი პირველად არა მაგრამ ისიც მოვიდა უკვე ხო დაბრუნდა ხაზარზე და მე ჩვენ ნაკრების საბაზო გუნდზე მინდა ვისაუბრო რა სიცხვილეა რომ ჩვენ ნაკრების საბაზო გუნდი გამოდის სამი ფეხბურთელი ყავს დონეცკის შახტიორში და როგორც უად გახსოვს ეს შახტიორი რამდენ ქართულ ფეხბურთის კარიერა გაუმრუდა
და სამი თავი უნდა დააღწევს იქიდან. მაგაზე კიდე ცალკე ვქო. ცუდად რატო გახსოვს თასი რო ავიღეთ შახტიორის ნაცვლად გავედით 90-იანი. არა, მეგონები ჩვენი ფეხბურთელების გაყიდვა შახტიორში და ეხლა უბრალოდ პასუხია ჩვენ თუ ისეთ ქვეყანას და გულწრფელებს სადაც 4 ხაზზე მუშაობენ, მაშინ შახტიორი მეუგნია. კონტრაქტით ამბობს ეს. კონტრაქტებს ვიზახი რა. დაგავიწყდათ 4 წელი არაბიზე იზას გამის და უყურებდა 9 ბრაზილიელი არ გაახარებდნენ არავის. შეიძლება ის იმათი ბრალი არ იყო, რომელსაც ბრაზილიელთა ლობის იქა რა. აზერბაიჯანის სათამაშო პრაქტიკა აკლია თუ რა, ძალიან მიჭერდი ბიჭები ყავდა, მოდი მაგასაც ეხლა ხა თემიდან თემაზე. იცი რა, მოდი ეხლა მაგას სლათ შახტარს ნუ მასიზამ რა ქვია, გაამტყუნებ იმაში რომ ის ბრაზილიელები გაყიდა და გაამტყუნა ისინი ვინ შახტარში გაყიდა ესენი. აი, მაგაში გეძაღო. ეგ მინდა გავყიდე და არა, ხომ არა, უყურე პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები გახდა ყველა ვინც წავიდა იმ შახტარში. იქ ეხლა არაბიძე კი არა, ეს იმას არ ქონდა შანსი რა. მილიანის და იმის დროები იმის მერი ბევრი დრო გავიდა. მაშინ ომი არ იყო უკრაინაში და ეხლა იმ ლაცაბიძესო დასინიან თურმე რომ საჰაერო განგაშის ხმას რო გაიგებსო ბიჭიო, პანიკაშიაო, დაშაკილებენ ამაზე. რაც άλλο გადგია რომ მაინდა-მაინც სადაც ომი ეგ გაუშვა ფეხბურთელი. ხო, ეგ სხვა საკითხია. თუ არ გაინტერესებს სხვა რამე. უკაცრავად პასუხია რა, პირდაპირ ვიტყვი რა. ძალიან ცოტა დარჩა ეხლა ალბათ, ბევრი არ არის. რომ ესეთი ერთი წერია კონტრაქტში და მეორეა სინამდვილეში და ასეთ ქვეყანაშია და ასეთ კლუბებია ეგ, რომელზეც ვაპარაკობთ რა. არატონა გაყიდო მაგალითად ეხლა ახალგაზრდულ ნაკრებზეც ვიტყვით მე ალბათ. სამეთოვით არის პონდა. კი. ფიქრიშვილი როცა 50 საუკეთესო ნიჭერში შედიოდა და 200.000 მიყიდა კიევის დინამოს. როცა აგერ ჩვენ წიტაიშვილს თავი ვერ დაუხსნია 6 წელიან კიევის დინამოსგან. ეს სხვა თემას გადავიდეთ, თქვენ სულ სხვა კითხავთ. ხო არა, გავაგრძელოთ ის თემა. მოდი სასიამოვნო თემა გავაგრძელოთ. ნუ ხა არასთან თამაში საერთოდ სხვა იყო იმ დროს, ფეხბურთს უყურებ, პირველად ვიყავ 1958 წელს. ერევანში თუ ყოფილიყავ ხშირად არასთან თამაშზე. კი ბატონო. შეიძლება მოდი თუ კიდე მაგით დავიწყო. შენ მანუჩარის პირველ რაზდანზე არ ყოფილა რომ მოვიგეთ ერთი თოლაში, შემდეგ წელს ავარ ჩასული. თან ესენი კბილებალესელები არიან ახლა რომ მანუჩარის გოლით პირველი ეგეც ბევრმა არ იცის და თქვა აგება ერევნის არადაც ახალ სტადიონზე აგება თბილისის დინამო მანუჩამაში არის და მაგარი ოღონდ გარიყო გახსნის მატჩი წინა უკვე ნათამაშები ქონდა ოფიციალურად დაარქვეს ამას ამას დაარქვეს ოფიციალურად შემდეგ წელს ხო ჩვენ ერევანში ყავდა ძალიან კარგი მეგობრები აი ძალიან ერთი იყო ვიგენ ფელჯიანი ექიმი დედამის სამეცნიერო რექტორი იყო აკადემიკოს ბადალიანის ოჯახის წევრი ძალიან კარგი ხალხი რა მედიკები და ჩვენზე შეყვარებული დათოზე შეყვარებული აუ სამხური კონიაკი არ მოგაკლდებოდა დავმეგობრდი არა დავმეგობრდი კონიაკი არა თბილისელი ცოლი მოიყვანა და ბავშვი უნდა მოგანათლიოთო მეუნები შეიხო გრიგორი აი რა შენ და დათო ბეხარ უნდა მომენათლოთ ბავშვი მოკლედ ჩავეთ ერევანში და მამამისი რომ ძალიან კაცი იყო ხო ჩვენს მამასაც სიფთხილე გამოიჩინა რომ მაინც ახლა 5 თბილისელი ჩამოვიდა, ხო? ეს პრინციპული თამაშია იმ წაგების შემდეგ. და განასარევისლა გააკეთა. წამოიყვანა თავისი მეგობარი ფეხბურთზე. მეგობარი ვინ იყო? ფრონზე კრიჩიანი. ფენომენალური სახეები, რომელიც ყველას უყვარდა ჩვენთანაც და იქა. დავჯექით ახლა თამაში დაწყებამდე. ეგ რომელი წელია? ეხლავე. ანუ მიმინო უკვე გადაღებულია, ხო? თუ ჯერ არა. მიმინო გადაღებულია. კი. ეს 70-იანების სისარეში. თასამდეა. მაშინ არ არის მიმინო გადაღებული. არ არის მიმინო გადაღებული, ნეტა. რაზან მიმინო 70-იან წლების შუაგულია. დოკუმენტური ფილმი თუ იმაზე რა ქვია, მიზანდარზე გადაღებული რამე არ ვიცი და თვითონ მხატვრულ ფილმზე თუ ლაპარაკობ არაა გადაღებული. ეხლა გითხეთ რაზე გამოგვადგა ფრონზეკა. თამაშის წინ ადგა სექტორულ გამოცხადა ხალხმა დაინახა, ნუ მართლა ძალიან უყვარდა და Я сейчас один умный вещь скажу, пусть никто не обижается. Цნობали фраза, мы сами დაიწყო და გამოუცხადა, რომ ამ სექტორშიო ზიანო ჩემი მეგობრებიო თბილისიდანო. დათო ყიფიანის უახლოესი მეგობრებიო. Если случайно из этого сектора, თუ შემთხვევით აქედან ვიღაცა მაგათო შეაგინებსო, я его могу сильно обижу. Ძალიან я ясно выразился, უკაცრავად რუსულად მაგ გასაგები ფრაზებია სულ და он თქვენ გასაგონად ამბობდა ალბათ იმას. იმათეუნე. თელი თამაში არავის არ შეუგინებია დინამო და თბილისის დინამო და საბედნიეროდ დამთავრდა 0-0 და პირდაპირ სასტუმრო დვიში გაშლილ მაგედასთან წავედით. სულ ყველა მაყოფილი იყო ფრუნზიკა ჩვენ იმ სექტორის ომხებით, ქართველებით სულ ყველა, ნუ ესეთი თამაშებიც იყო. მიმინო არის 60 წელს გადაღებული. აი რომ კითხოს ახლა ვინმე შენი ყველაზე დიდი სიხარული ფეხბურთში რა მოგანიჭა?
აი დაუფიქრებათ ვიტყვი მაშინ 24 წლისა ვარ 16 წლის ფინალმა 17-ში იქნება 17 წერია 17-ში იქნება ვიდრე 15-ში აი 3 აგვისტო შენახსები ბიზნესა და ხო რადგან მაღაზია საუბარი 3 აგვისტო და 3 სექტემბერი 3 სექტემბერი 3 სექტემბერი აგვისტოში იყო ფანტასტიკური ნახევარფინალი იქამდე 5 ფინალი გვაქვს წაგებული ხო ბატონო და სულ მოსკოვის გუნდებთან და ნახევარფინალში ვიყავით ძალიან ჩვენი თასი მოვიგეთ ნახევარფინალში ისეთი მძიმე თამაში მოვიგეთ დონეცკში მოვიგეთ 2-0 გუცაიმა შეაგდო წინვალი გოლი და მეორე გოლი შეაგდო დათომ იმ გოლს კი რამ გადააყოლა ფეხის სამუდამო და კარიერა ესე ტრავმა ქონდა ქუსში ღია ჭრილობა ქონდა ქუსზე გადახსნილი ქონდა პიანი ხმა თუ ვიღაცამ ჩაარტყა ქუსში და მე ხა რო ჩამოვიდა და ფეხი ვნახე და ფინალია წინ ნუ ბახში არის ერის ბახში არის ნუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული და ეხლა ყველა რა უნდა ვიღონოთ უამრავი წინადადებები იყო იქ ბევრი იქ ვიღაცა ქობულიდან ხაბაზი ჩამოდიოდა იქ ვიღაცა ისცა ესა ის არატრადიციული მკურნალობის მეთოდებზეა საუბარი არ მახსოვს ვინ ვართ ითქვა რომ ტიან შანსი არის ესე იგი ფინველების ექსპერიმენტებისგან ამზადებენ მუმიოს სადაც 5000 მეტრის სიმაღლეზე შემოждდებიან კლდეზე აი ფინველების და ეს მუმია უნდა დავადოთ დათოს წარმოიდგინე არ არის ჯერ ხა ეს ყველანაირი აქ ვერ ჩაშკა გვიშველი და ის ჩაშკაც ახსენეს ხოლმე მერონერ გიშველის რა წავიდა ექსპედიცია ტიან-შანში ჩამოიტანეს ეს ამა რო ჩამოიტანეს უკვე დინამო არის მოსკოვში ზბორზე ნავაგორსში არის ბაზაზე და ნუ ეს თელი დელეგაცია ჩავიდა ფოტოც ამაქვს წილში მაქვს როგორ მიუტანეს მუმიო სლავამეტრეველი არის მეორე მსნელი სასთან ძალიან კაი ურთიერთობა მქონდა ხო და მოკლედ ჯერ სხვა ტექნოლოგია ნუ ხა ჩიტის კინტია რა უკაცრავ პასუხია ხო ეს დაადეს მაგრამ გადაახვიეს და ბინტეს რაღაც 1000 და თან ყიფო ჩააცვეს ცალცალი ბუცეაცია ორი ნომერი დიდია რა სამდენი გადახვევების და ამდენი მუმიოების მე ეს სლავა და სკეპტიკურად უყურეს ამ გვიანის და მანევა სუში ვიდრე ნორმალნია მანევა ოღონდ ინვალიდა მასტარიცა ნავში მართლა ძალიან ძნელი იყო. წამოდი, აი ფეხით იწყებს რიფოთ ამას. და უშვებ არა, მე თუ ყველა გიწოდა ხო. გოლი კი შეაგდო. ჯერ მახსოვს დაწყება. გოლი თავით შეაგდო მე ფეხით გიაუდა. ხოლმე მივიდა იქ ამერე ხო დაბრინავდა. აი თქვენთვის დაჩქარი მოხს ყველა მიცით ის გახდა ყველაზე კანონიკური სურათი. ფოსი ეს სურათი არ არსებობს. ეს სურათი არის მიშა ჭეორეს გაახარეს ღმერთი რომ ფინალი გადაიღო. ცენტრი ბურთი რო არ და უნდა გააგო. და ყიფონ გახედა მარადა. და ის სტოპ კადრია. ეს არის ნამდვილი ყიფო, ყველაზე მეტად. ხოდა იწყება თამაში. სამწუხაროდ აღმოჩნდით მე და ჩემი მეჯვარე, ახსენებდი, რატო ბექაური ისეთ დღეზე აღმოჩნდით, სილვი ვარიან სულ სომხეთი. გადასარევ ადგილზე ვარ. ცენტრი, მოედის ცენტრის ხასთან იქ ამარა. ნუ ყურში მაქსო გუფთურ არ არა. ძალიან რა ტრულ გარემოცვაში მოხდა. თან დაიწყო მძიმედ. თუ გახსოვთ იქიდან მარცხენებთან ძელს მოხდა და ხაზზე გაიარა ბურთმა. საკმაოდ ისეთი ეპიზოდი იყო. და მოკლედ ეს შვენი სლავამეტრეველი რო უხდა ინვალიდობას შეიძლება ჩამოწოდება ყიფო თავის თვითონ თქვა რომ ჩემ ცხოვრებაში არ მოხდა რა სიმაღლეზე და ჩაკეტა ეს შორეული ძელი მაღალ ნახტომში შეაგდო თავით აი ამ თავისი ფეხი მახსოვს თამაშს მე იაკუში შევხვდით რა ამ თამაშს მე რომელიღაც თამაში იყო მოსკოვში უკვე თასი მოგებული იყო იაკუშინი აწვალებდა ძალიან ყიფოს და ნუ როგორ ეხა რომ ვარჯობთ სველია თქვა წვიმს რაღაცა გაუთხებდა თიდან ჩამოწოდა და ჩაკეტე შორეული ძელი ეს თავის ბაყულის ველბურცე არ არის ორი ესეთი ბურთი არ იყო ეხა რომ დაფრინავს ესე ეგრე ხო და შეხდა და მიხეიჩი და თბილად შეხდა დათო ძალიან დიდი მსნელი იყო ეხა კი მართალია სვამდა რაღაცა მე ბოლოში მართლა დიდი მსნელი იყო ეპოქა შექმნა მისი გაკეთებული გონდი იყო ჩემპიონები რო გახდა ორივეჯერ ხო ორივეჯერ და ეს მისი გაკეთებული იყო აი ახაც ამ ფინალის წინ 14 წელს მე აღშენები ხო და უთხრა ნუ გაგდათო პრიგაძილოს პომლიშ კაქტი ვარჩალ გახსოვს როგორ მეშებოდი ამ შორეული მაზე ეს გოლი მე ამას მოყვა ესე იგი ჩელე გუცაევის ჯერ ვარდნა პენალი როგორ ავიღეთ არ ვიცი რა ობა გუცაევი ჩემთვის არის არ ვიცი ნინო მაფრედი რა ფეხბურთის აი დუდურო არის რა ესე და ისე ნუ შანსი არ იყო საჯი გაფრთხილებული იყო ეს აფორმებს რაღაცა ამას პენალი არ დაუდო მაგრამ როგორ გინდა არ დაუდო ნუ აშკარად მოკლა რა ისე
მაგრამ პენალი კი აიღო უაო, მაგრამ დარტყმა მესამე გოლია უკვე. დარტყმა არ უნდა არავის. კონტროლზე მესამე. დარტყმა არ უნდა არავის რა კავშირია. ნუ როგორ იცი ყველა იცილებენ, იქ მარჩერმა იცილა, დათომ ფეხმთლივაო, იქ ვიღაცამ კიდე ვიღაცა და დაავლო ხელი განთელა და თვალე დაუხახავებია, მივიდა დადო დაარტყე შეეგდო. პირდას მაგას ვერ დაუკარგა. აბსოლუტურად აუღელებდათ რა და ნუ მერე იყო ის გოლი რომელსაც ბიზებისგან ძალიან ის საჩუქარი ფულადი ბონუსი შეხვდა ჩელებაძეს. შეპირებული იყო ბიზები. ეგ 3-0-ის მერე შემოგვეძარცვა თელი სექტორი რა. ნუ ხო ჩვენ გავამაგრეთ ჩვენი პოზიციები გორელი იყო ვიღაცა ვაშლი ქონდა ჩამოტანილი გასაგებად ის გადმოვსვით რომ 3 მაინც ყოფილიყავით ამდენი გუფთურ არარატისგან და მეორე ტაიმში გავძლიერდით დავინახეთ დაცლობები გურამ ყობალავა და გუგა დაუშვილი ესის გამო უკვე 5 ვარ მაგრათავად ყველა საინტერესო ის არის თამაშის დროს თამაშის მერე ყველა რესტორანი არის ცარიელი კარგი რესტორანი იმიტომ მაგიდებია შეკვეთილი ან ქართველების მიერ ან სომხების მიერ მე ხედი ბოლოს იყო მარტო 15 წუთი მარტო ჩვენ ვიყავით ისინი წავიდნენ სულ ასე რესტორანში მე მიგვასწრეს და ჩვენ შეკვეთა რესტორანში მივედით მოდის დიდი ესეთი წელეშკა ხილი და ჩამპანული რაღაცა და მოვიდა ვიღაცა სომეხი მეგობარი და მოგვილოცა და კარგი ვქენითო რომ ცოტა კუბა კავკასიაში ხალ მოსკვიჩამ მიასტაველი მოგვილოცა ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ვაჟასერის სიმერა მახსენდა მას სამწუხაროდ მაშინ არ იყო იმ გამეს დაიწერა ესე იგი ორკესტრი უკრავს სულ საფეხბურთო მარს ეს ქართველი ბევრია იქ რესტორანი რომელიც აყენებს უყურს და ყველა დარბის ესე ერთმანეთის ჩაკიდებული. ნუ ეხა ყველაფერი კარგია ეს არა მოვიგეთ რაღაცა მაგრამ გუგა დაუშვეს სტუმრები ყავს კიდე ქალბატონები იყო ცეკვა უნდა ეხა რაღაცა მივიდათ ხო ყველანაირ ახარ იმოთ ხა ინდიფული გაღებული საფეხბურთო მარშის გარდა ვერაფერი ვერ დაუკარა. ყოფილიყო ყველაზე შეიძლება. აი ესეთი პერიპეტიები იყო და თამაშამდე ყიფოს გაუცვალე ნომერი სასტუმრო მასხაში თუ შეიკლეს ხელში ძალიან ბევრი სტუმრები იყო. გაუცვალე ნომერი და სანამ ეს ეგებიც გამოიცვალა გამოსვლამდე რაღაცა ვერ გამოვედი საათ ახარის განმავლობაში მივიდა 30-მდე სხვადასხვა სტუმარი დელეგაცია. მახსოვს ერთ-ერთი პირველი იყო ჩემი მოსაყვარლესი ადამიანი ჩემი კლასელი ზურა აბაშიძმა ბადანი ირაკლი აბაშიძე შესანიშნავი პიროვნება თან ისეთი ხო ნუ ყველა კატეგორიის ხალხი იყო იმის არ იყო ფრენკ სინატრა ხან იმასთან მეგობრობდა ხან ამასთან ესეთებიც იყვნენ მაგრამ ფრენკ სინატრა კი არ მეგობრობდა ყველასე იყო ის ფრენკ სინატრა ასე ყველასე იყო დათოც რომელ სასტუმროში იყავთ რასიაში მოსკვაში მასკაში თორე ფრუნზიკა აქსელი და მაგასავით გამოდიოდი ენდოკრინოლოგი როგორი რასაში ვიყავით რესტორანში სიმაში ბაშნია რო იყო კოშკი რო იყო იქ ვიყავით რესტორანში ხო და მომედი გამთენი ისასვი მაგარზეიმებია რაღაცა ყველაფერი და 5-ის ნახევარზე ჩამოიღეს კარები ხედავ გავაგა ახალ ჩაძინებული ვარ ნახევარი საათის ყიფიანს გონია ოთარ წეროძე იყო სულ ბატონი ოთარი იყო სულ ყოველთვის მოსკვაში და ირაკლი აბაშიძე ხო და მავიძებენ რეზო ოჩიგავა ცხონებული და გია ფერაძე ცხონებული შამპანურის ხუთი ყიფიანი უნდა რომ წაიყვანო ნახედან და შევჩი მე და პარტიზანებით არ გავწყდი სად ნორმალ ნომერშია და კარგი ფეხბურთს მომოტრიალეთ ახლა ამ თამაშს მომოტრიალეთ ამ თამაშს დანახავად როგორ გითხარ ძალიან მაინტერესებდა ჩვენი ნაკრების ახალი შემადგენლობა სავარაუდო იყო რომ 4 მცველით ვითამაშებდით იმიტომ რომ ერთი ის ხუთწელიანი ტაქტიკა თავის დროს რომელს გამოგვადგა და გაამართლა ბევრად იყო გათვლილი კაშეაზე მის გამოცდილებაზე მის გარკვეულად ლიბერეობაზე თან ის რომ ეხლა კაშე ასაკშია და ის ისრაფის არ არის და ნუ მოკლედ ავირჩიეთ ტაქტიკა ავირჩიეთ მოთამაშეების მიხედვით დაცვაში მოთამაშეების რა რესურსის ჰქონდა ძალიან მაინტერესებდა ეს ახალი შემადგენლობა მახრე ძალიან მიხარია გოგოლჩის გამოჩენა რა მე პოლის თამაშებსაც უყურებ მაგის ხათრით და მეგონი მოვიდა ძალიან კარგი მცველი ძალიან დიდი ხნით ბევრი ამბობს რომ აქამდეც უნდა მიცემოდა შანსიო აქამდე შანსი რომ ისე 4 თვე პაუზა იყო ეხლა 6 თვის წინ გამოჩნდა იქ მაშინ პირველ თამაშზე ისე რამინდა იცი მაგრამ ეხლა თუმთლად იმაში რო არ ვიყოთ რა ქვია მარტო რეჟიტატივზე რო არ ვიყოთ მხოლოდ მოდი ვნახოთ ეხლა ჯაბამ ჩვენმა რეჟისორმა მოგიმზადა კოლაჟი რახან ფეხბურთელებზე ლაპარაკობთ ეხლა და ქართულ ფეხბურთელებზე და ყველამ თქვით რომ ყველანი თავიანთ გუნდებში და არა მარტო დღევანდელი ნაკრების შემადგენლობა არამედ ისინიც ვინც არიან თქვათ უახლოესი რეზერვი ვის გამოჩენასაც ველოდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველა თამაშობს ძალიან კარგად ან ზოგიერთები რომლებიც არიან გაფართოებული შემადგენლობაში აი ხა ჩვენ გვაქვს დიდი კოლაჟი მოდი ვნახოთ
აი ამ კვირაში იმაზე კი ვლაპარაკობ რაღაცა აი რაც უძღოდა თამაშის წინ ოთარ კიტეიშვილი კიტეს გოლი პენალტით უკვე მერამდენე გოლი ხო და აბსოლუტური ლიდერი თავისი გუნდის და ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელი წინა სეზონის და გუშინ ერთ მომენტში ისეთ სიტუაციაში ჩამოვიდა დაცვაში და ისეთ პირველ წუთებზე ისეთი ეს გააკეთა რა ვიცი დათო ვოლკოვი რომელიც აი როცა ვლაპარაკობთ გაფართოებულ შემადგენლობაში აგერ აზერბაიჯანში ყავს და მშვენიერი გოლი შეაგდო მორიგ ტურში ფოტოშორის მამამისი ფეხბურთელი იყო მეკარე ვოლკოვი ვისაც გახსოვს სიონში თამაშობდა კარგად ორი კაცი ყავს ეხა ჩვენ სარაევოში ძალიან მინდოდა რომ გულეშვილი გამოსულიყო მე შეცდომა ძალიან მინდოდა და ველოდები რომ მეორე თამაში მიეცემა შანსი იქ კიდე გორდეზიანი ჩავიდა და უკვე ორი ფეხბურთელი ვოლკოვის გოლი ვნახოთ აგერ ძალიან კარგად იცის შერჩევა იმისი რა ქვია ადგილის და ბოსნიასთან რო გაიტანა მაგახსოვს ის რა ქვია ეს გოლი არ ვიცი აი გორდეზიანი რომელიც უკვე ხა ახალ ჩასულკაც პენალტს რო არტყმევიებენ გუნდში ეს რაღაც ავტორიტეტის მოპოვებაზე მეტყველებს ალბათ ხო აგერ გულიაშვილი თვითონ კი არასწენს პენლებს მარტო პენლების სხვისთვის გადაცემის უფლებაც აქვს კი კი როგორ თამაშობს შეხედე აი სამი კაცი ამას მოაწერს ხელს აი ამ გოლს ეხა ნახე გამეორებით თამაშის მანერი სხვა შორის მიხაუტაძეს გავს აგას კი და ნახე რეებს აკეთებს რა ძალიან თავდაჯერებულია გოლის ალბო ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან ოპ 1 2 ნახე და მეკარეც იმაზე პრატივოხოძე თუ ეხლა ფილიცაიამ გაიტანა გაგვახსენათ ტრამის მოშიშების შემდეგ კონკურენცია ძალიან საჭიროა სიღრმე შემოქმედების სეზონის ძელია კამპროპრაში მარტო ეს ხო არა იქიდე ყავს სხვებიც ეხა მთელი რიგი ფეხბურთელებია იქ უბრალოდ გამოყვემინდა რა ხო ძალიან კარგი იყო ლოჩაშვილი ლოჩაშვილი ცოტა მეშინია ხოლმე თუ ხანდახან ზედმეტი სისტემა გუშინ იყო ძალიან კარგი ძალიან დამენელი გამიხარდა ისე სულად გავიდა ისე ჩაყვა ის ფეხი ძალიან შემეშინდა და ხო არაფერი ვიცით ახალი უფრო ახალი არა უფრო ახალი ხარ როდესაც წინასწარ და უნდა გავსინჯოთ გამიხარდა ძალიან აზაროვის დაბრუნება რა აზაროვი ძალიან ლიდერი ბიჭია და ნამდვილად არ მემიტება შახტარისთვის რა კაი გავიგეთებ შახტარს განებეთა ზოგადად დაკარგა რამდენიმე წელი დაკარგა აგერ შახტარზე გოჩელეშვილი წავიდა ეს კოპენჰაგენში აგერ გოჩელეშვილი და პირველი გოლი შეაგდო შვენიერი სხვა შორის მთელი გუნდი გადაყვა როცა პრობლემა ჰქონდა შვილის და წარმოიდგინე საჯობია რომ დანიაში ყოფნა მაგ პერიოდში თუ მომენ ქვეყანაში ერთადერთი რამაც გამაკვირვა შემოქმედებაში ადამიანს არ მოველოდი და რა გითხრათ თავიდან არც მომეწონა იყო გოგესკი ჩემი დიდი პატრიოტიზმი გოგესკი იმას როგორ დაუვიწყებთ საქართველოს ფეხბურთის ისტორია იყო მე მაინც კარსრუეში ყოფნა საუჯობირებდი მისაილს იმიტომ რომ იქ ბევრი გოლი გაქონდა გუნდიც ახლა კარსრუე უფრო დიდი გუნდია ვიდრე ჰაიდენჰაიმი და ბუნდესლიგაში კი კარგია ყოფნა მაგრამ განწირული ჰაიდენჰაიმისთვის დიდი ვერაფერი ალბათ რა ეს რა ბიჭია ნახე რა გადადიხარ შუა სეზონის ბოლოს თან გუნდი ბოლო ადგილებზე ადაპტაცია დრო პერნაძის გოლი ნახე პერნაძემ რა გოლი შეაგდო ეს არის ბიჭი რომელიც მომავალია ნაკრების ახალგაზრდა ნაკრების მექვაბიშვილმა გაიტანა აგერ მექვაბიშვილამდე იყო ისა სანამ თქვენ იმას ლაპარაკობდით სადაც მე თვალებით ხო ხედავთ ილო რა გეთანხმები აბსოლუტურად ბუდუზე მაგრამ მან მგონია ერთი მომენტი რომ მის გარეშე გადაწყვეტა ასაკი იყო მთავარი მისი ასაკის ადამიანისთვის ფეხბურთელისთვის ცდუნება იყო ბუნდესლიგაში გადასვლა ანუ იფიქრა რომ ვაი თუ მე რაღაც ანგადმოვა არა დიდი ცუნებაა ძალიან ბუნდესლიგა ეხლა შვილიშვილებისთვის მოსაყოლი აქვს რომ ბუნდესლიგაში გაიტანა ლამაზი გოლი რაც რაღაცა რო შეცვლილი ხო შეიძლება ხო პირობების უკეთესი ექნებოდა ეხლა ალბათ და თან არ დაგვაუწყდეს რომ ის კი არ გაიქცა გუნდიდან გაყიდა მაგას ინიციატივა მისგან არ მოდიოდა გუნდიდან არ მოდიოდა კაპანაძე ორივე შეთანხმდა ძალიან კარგი ბიჭი კიდე ერთი Tak momentálne asi tým, že proste neprichádzajú výsledky, zražajú nás tie ბირთი გამუნდა ჟულიო სეზარე ინტერში იმარო თამაშა ბარსელონასთან სასწაული ბურთი რა უღო სხვა შორის ვალენსიაში ხო სასწაული ბურთი რა უღო მესის
ფეხებში ვარო დაურთხე. გინდა ედერსონი, გინდა აი 5 მეკარე ვთქვით. არც ერთ ბრაზილიელ მეკარეს, რომელიც წინვალი მეკარეები იყო ის ყველა 2-3 სეზონზე მეტი დიდი ფეხბურთი არ უჭა. არც ერთი არ ყოფილა ბუფონი და კასილასი, რო ითამაშა და ნოიერი, რომელიც ითამაშა 20 წელი. ასე რომ ერთი ჯამბერი ჩავარდა ქონდა ალისონ ბეკერს. გინდა ტრაუმიანობის გამო, გინდა ტრაუსფერი დაბრუნების გამო. ასე რომ ძალიან კარგად გიზმედის მამარდა ძალიან მალე შეიყვარეს ენფილდი და FM-მა იცი ძალიან მაგარი სიყვარული გულშემატკივრობა. ყველაფერი კარგად გიზმედა. ჩვენ რა ხა კარგად აყოლეს იმეთ პასრა არ მიუციათ ის პასი თავი მოწინააღმდეგისთვის რამდენიც გინდა. ჯერ პროსტა ინგლისის ნაკრების ნებისმიერი მეკარე ჩამოთვალე ყველასთან გაკეთებული ეგ მიხარვა. ყველა ბოლო დროიდან მეკარეს რომ ეს 19 მოიგო ალისონმა და ბრაზილიამ კოლუმბიასთან გვაქვს მაგის ფრაგმენტები სხვა შორის და იქ რაღაცა შეეჯახა იმას რა ქვია მგონი ტრაუმაც მიიღო. ეგ არ ვიცოდი ეგ არის. ტრაუმა მაგრამ მიიღო. ნახოთ ახლა და მე გადავიდეთ სხვა ხო და მაგის პასუხია კიდე ფეხით სულ თამაშზე ზუსტად ეს ფანტასტიკური პასი. საგოლე პასი. საგოლე პასი. შვენიერია, კარგად უყურებენ იქ ლივერპულში ყველაფერს უყურებენ ამისა და ამასაც ნახავენ ძალიან გამიხარდა. აგერ არის დი მარია ჩემ ძველ ისი ბავშვობიდან მიშამესხის თამაშობთ შვილი მიშამესხის პატარა მიშა. ხო პატარა მიშას თამაშობ დი მარია შეგებული აქვს ისეთ ფინალებში გოლები ოლიმპიადის ფინალიდან სადაც არ იყო დაწყებული ფინალში ის ყველა ფინალი წააგო ისეთი ამოუცნობი მოძრაობები და როგორც იმას ასევე ამასაც ვიზინა ასე შემდგი ფიქრი ამაზე ფინალში რომ დი მარია ყოლოდა 2014-ში იმ ჩემპიონატში შანსი არ იყო რომ არ მოიგო არგენტინას ეგ ძალიან ისეთი რომ ახლა საფასო იგუაინო რომ ბურთი გააფუჭა ესეთი ბურთი არ ვიცი რა აცილება უფრო ძნელი იყო ვიდრე შეგდება ნუ ახლა პეპიტას მაგით გამორჩეული იყო მაგრამ იმანაც დიდი ფეხბურთი და კარგი სამხრეთ ამერიკაში ვიყავი და ის თამაში არ ჩვენი მიშელის თამაში სანამ ნახოთ მე მაგაზე გადავიდე ჯობია მანამდე ნახოთ ჩვენი მომავალი მეტოქეები თამაშობდნენ ხო და ისედაც სულ არ იყვნენ ჩვენი მომავალი მეტოქეები ჰოლანდია ესპანეთია ფინალია მსოფლიო ჩემპიონატის ნათამაშები ეს და ერთ-ერთი ყველაზე უფრო სკანდალური ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით თუ იმჟელებთ იმ გოლზე თლიანად მატჩიც. თლიანად მატჩიც კი ბატონო ბარათებით და თლიანად. ძალიან კარგი სანახავი თამაში გამოვიდა. და სტრაფი გოლი დაწინაურდა სხვათა შორის ესპანეთია ეს ისე დაიწყო ესპანეთმა მაგრამ ხო მაგრამ მე ნიდერლანდები თამაშე ძალიან მაგარი ფეხბურთი. მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად აჯობეს რა ესპანეთისკენ ვიყავი ხო მე ხა არ ვიცი ვიზინა რა თქმა უნდა ექნება საწინააღმდეგო აზრი და არ უყვარს ეს კაცი მაგრამ რამდენჯერაც ნაკრებში მოვიდა უკვე აქ დასუსტებული და არაფერს მომგები გუნდი და აკეთებს ძლიერ გუნდს ეს კუმანი და კარგად სადაც მუშაობს და დაბრუნდა და ისევ კარგი გუნდი კარგად სადაც მუშაობს არის ნაკრები რაც არ უნდა არ გუნდს აკეთებს კი ნამდვილად სანაკრებო მსმელი ყოფილა იმიტომ რომ მაგათმა რომ ის მოიგეს რაფია ერთა ლიგა ეს არ იყო მაშინ ეს არის რაც ბოლო დროს ვინმეს მოუგეს ყველგან ეს იყო. კი არის ასეთი ფენომენი სანაკრებო მსმელი. არსებობენ ადამიანები მსმელები, რომლებსაც კლუბში არ გამოსდით და ნაკლებში ამი. მე არ მიყვარს ეს, იმიტომ ეს კაცი რო არის ტროიკები რო იყვნენ 27 წელს იმის ეს არა მიდის ყველა გუნდში რომ გააგდოს ეს არა ქვია ითაური კერპი ვინც არის მოყავთ ეს იმისი რა ქვია ვაცეტისი და ლაცისი თუ რაგვარი იყვნენ ისინი ლატიშკი ისინი ენკავედები ჩამოყალიბა ხო იმ ტრილოგებიდან გააკეთეს მე ეს ენკავედე აი ხა შემადგენლობას ლევან როგორც ნიდერლანდების ჰოლანდიის შემადგენლობა რომელ გუნდს ხო ყველაზე სუსტი ხა რა გუნდები გვახსოვს ხა ნიდერლანდების კაი ესენი რომელს მოახვედრებდი აქედან ძილით ვან დეიქს ალბათ სადმე ვან დეიკი ალბათ სადმე მიქაი ნიდერლანდების საუბრობ შეიძლება მაგრამ აგარი ვან დეიკი ეს არ მოახვედრებდა იმიტომ რომ ეგ იდგა იქა აი ცოტა წინ იყო ხო და არ მოახვედრებდა ამიტომ არა მაგით ეგრევე არ მოახვედრებდა მეთქი ეს ერთი ბიზნა ჩვენ მომავალ ჩვენ ხეჯგუფის მომავალ მეტოქეზე ესე ჩანს რომ ესპანეთში ხდება და მოქმედ ევროპის ჩემპიონატზე მინდა თქვა ერთ წელიწადში სოფლიო ჩემპიონატია და მოგეხსენებათ სადაც სანამ ჩვენი ნაკრები გამოჩნდებოდა სოფლიო ჩემპიონატზე ერთი ფავორიტი მყავდა ყოველთვის მე და შენ არგენტინა და ეხლა ძალიან კარგი გუნდია
მაგრამ ძალიან მეშინია, ხო. როცა ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც არგენტინაში იყო, ესპანეთის მხარეს ვიყავ. ძალიან ვისურვებდი მაგ ფინალს და ძალიან მეშინია ესპანეთის, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გუნდია. ძალიან კარგი კი, მაგრამ აქ რაც გამოჩნდა უკანა ხაზში პრობლემები. ერთი წელი ყველაზე კარგად შეიძლება ლენორმანის მაგერად გაიცათ უკვე კუბარსი იმიგოს ხვილი უფრო უკეთესი იყოს. კიდევ კარგია, კი, მაგრამ რაღაცა ფლად იცი რა მე ერთადერთი აი ხა მაგალითად ხიუსენსი თუ რაგვარი ეს პატარა ბიჭი როდრი არ თამაშობდა ეს დაგავიწყეთ ნახევარი გუნდი ამ თამაში ცოტა აი ესეთი რაღაცები იმას მიშვება რა ქვია რა აი ხა ყავს ბიჭო ბევრი კაი ფეხბურთელი ყავს უფრო ფიქრობ ვიდრე ეს 19 წლის ბავშვები რომელიც მოყავს ხოლმე მე იცი რას ვთქვი არ დაგავიწყეთ ევროპის ჩემპიონატი რა მაგრამ იგებს რა ერთი გუნდი იყო ევროპის ჩემპიონატი ჩვენს გარდა ვიდრე ვარსკვლავური სოლოდის ნაკრები აშას რა თქვა მე სწორად გავიგე ჰოლანდიის ნაკრები ყოველთვის იყო სოფლიო დონის ვარსკვლავები ნებისმიერ პოზიციაზე 3-4 კაცი ისეთი ყავდათ ეხლა საიდანაც ფეხბურთის თამაში დაიწყეს 70-იანებიდან რომ სიმბოლურ ნაკრებში 60 კაცს სეზონში ჩაგაუშვებთ და ოქროს ბურთებიც რომ დავთვალოთ რაოდენობის მიხედვით ლიდერები არიან გერმანელებთან ერთად ხო ანუ ვარსკვლავები სამჭედოა და ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო რომელიც იმიტომ ვერ აიღებდა ოქროს ბურთს სხვა ჰოლანდიელმა აიღო იმ წელს თორე ის რო არ ყოფილიყო ეს აიღებდა და აქედან გამომდინარე ეხლანდელი პერიოდი კი ვიცი გაკმოც კარგია და რა ვიცი კიდე რეინდერსი და ვიღაცები მაგრამ ეხლა მასშტაბით ხო ნუ გაკმოს და რეინდერს ეხლა იმ დონის 74-ის 88-ის ნუ აქედაც რობენს და უამერსის და ვიღაცებს მე მაგალითად ვამბასტერი და ბერგაპის მე არა ხო იქით იმას დავარი არა გინდა 90-იანი წლებშიც რა შეიძლება მაგას რობენი და სნეიდერი და ვანდერვარტი და რა ვიცი ეხლა ფეხბურთელები გაკმო ხო დეპაი მე ვინა გაკმო ძალიან კაი ფეხბურთელი მე ძალიან მომწონს მაგალითად გეთაყვი და ოვერმარსი იყო და კლევერტზე ვიძახით არაფერი არ იყო და წავიდა ბრაზილები მე მგონი ის არის რა ქვია ეგეთი ვანისტეროი და რა ვიცი ძალიან კარგად თამაშობს გახდა ბიჭი და ხა ეგრე სად არის ხო მაგრამ ბრაზილიაში ჩვენიო თამაშობს რა იმაზე ხო და ამიტომ ვამბობთ რომ ეს მარსელ დეპაი ცუდი ფეხბურთელები არც ერთი არ არიან მაგრამ არ არიან ის ფეხბურთელები რომელიც იყო ჩვენთვის ჰოლანდიის რუიფის იყავს ვერ შემოჯერება ვერავინ ეს იყო ფეხბურთის გონი ბარუხ სპინოზა იყო ფეხბურთი კარგი ფეხბურთელები არიან მაგრამ იმ დიდ სიმაღლეებზე სადაც არიან ესეც ეგრეა ესპანეთის ნაკრების მსმელი აი ეს ეთყობა რომ ახალგაზრდული ნაკრების განმოსულიყო სულ ათამაშებს ამათ რა ბავშვი ხორდი კრუიფი მოხდეს მეთქი სათამაშა რა იმიტომ რომ ძალიან შეთამაშებული გერბო ერთად შეიძლება თამაშობს ხო მაგრამ ის თამაშობდა ნიდერლანდების ნაკრებში ეს ბიჭი ეს 19 როგორ მასახებები უშუალოდ მთელი ჰოლანდია მამამისი როგორ გახსედება მაინც მოგწოსო ხო არა ხორდი კრუიფი ხა არ იყო ძიდი ფეხბურთი ნაკრებში თამაშა გოლაპარაკია მამამისი ხო და შევალდაკი გვახსოვს კრუიფი გვახსოვს ვამბასტერი გვახსოვს ბერკამპი და ეხლა არის დეპაი ნუ ეხლა ცოტა სხვა რამე ბიზნესი საერთოდ მე მგონი ტენდენცია არის ეხლა პატარა ბავშვების ფაქტიურად თინეიჯერების ძალიან დატვირთვაზე ეხლა იგივე იამალი არის ამის ყველაზე ესეთი თვალსაჩინო მაგალითი და არა მარტო ესე იგი ამ ასაკის ბავშვებს ფანტასტიკური ბიჭია ასე არ ტვირთავდნენ ადრე უფრო ერიდებოდნენ, უფრო ამზადებდნენ, რაღაც ასაქსელოდებოდნენ. ეხლა არ ვიცი ეს ფარმაკოლოგია განვითარდა თუ კაპიტალიზმი გახდა უფრო დაუნდობელი და ფულის კეთების ჟინი. ნუ დატვირთეს და მე იმიტომაც ხელოვნური გუნდი იყო და ვეღარ ითამაშა. არ ვიცი, მაგრამ ახლა ესეთი რაღაც ტენდენცია არის. ახლა რაღაცა მოიტანა. ეხლა იმიტომ რომ ცალკე გადაცემა. იბათ თავი მაგაზე გაძლევ. თავი შემახსენა. ბოლო თქვენ გადაცემებში აჰა. იდეათ მიყვარს თქვენი გადაცემა რომ ტელევიზორთან რომ გელაპარაკებით. მომინდა დისკუსიაში შემოსვლა ერთი საკითხის გამო. კი ბატონო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლანძღვა შეხვდა პირდაპირ ვიტყვი გვარდიოლას. ამ სეზონში ვიძახით სულ ხო არ ვამბობთ მაგას. ხო, მაგრამ ის რაღაცები იყო, რა გაუკეთებია და ბაიერის საწიგებდა და ვაფშე არაფერი არ მოუგია და უბრალოდ რამდენიმე სიტყვა
იგენაცვალი ამ ჩემი ლაპარაკი. სუბიექტის დასაცავად. კი ბატონო. ნუ აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ 4 წელი იმუშავა პრემიერა დივიზიონში, 3 წელი ბუნდესლიგაში და 7 სეზონი იყო აქამდე, ამ სეზონის გარდა ინგლისში. რამდენი გამოდის? 4-3, 7, 14 სეზონში 12 ჯერ გახდა ჩემპიონი და 2 ჯერ გავიდა მეორე ადგილზე. ერთხელ რეალის უკან გავიდა, მაგის გვერდზე მეორედ ლივერპულის უკან. 104 და 100 ქულა დააგროვა ყველა დროის რეკორდები ინგლისში. ტიტულატური თუ დავითვლით, გამოდის რომ მოგებული აქვს დავითვალე 38 ტიტული, ნუ ეს არ მიყვარს ხოლმე სტატისტიკა და საერთოდ მაგის მოყვანა ყველაფერი. როგორ მოხდა რომ გვარდიოლა აი ეს დღეშია, დაიპუტა თავი, ჭხილები, გუნდი რას გავს? აი მაგის ახსნა მინდა რა. აი, საინტერესოა. გვარდიოლა ჩემი დასწავი არაფერი არ ჭის. ილია მithumetes მაგის სპეციალისტია, ერთი ეს წიგნი ილიამ გვარდიოლა თვითონ აქ წიგნი გამოცემული გვარდიოლაზე. ძალიან გამიხარდა რომ მე და ილია ვარ დღეს ორ ხმაში. ჩემგან არ ჭირს არაფერი. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, ერთი განმარტება კიდე რაც ხშირად მესმის ხოლმე ყურში ხდება რა. შენ წერილიც მახსოვს, აღარ მინდა ტიკიტაკა. არ მინდა. ტიკიტაკა. არასოდეს არ უხსენებია ტიკიტაკა კროივს. არასოდეს არ უხსენებია გვარდიოლას ტიკიტაკას თამაშობს. არ უხსენებია ლუის ენრიკეს, ვილანოვას, ნებისმიერს და დღევანდაც. ეს წამოვიდა ერთი ჟურნალისტის ინტერვიუდან, რომელიც ლამასიაში მისვლისას დაელაპარაკა მსმენელებს და უთხრეს, რომ აი ეს ტექნიკური აღჭო საიდანაც და რონდოშიო დავაყენე წრეშიო ტიკიტაკას ვახოდენ იმას წრეშიო ორი კაცია და ხო. აი ეს ტაქტიკა არა. პამპულობან. ხო და ეხეს მოარული ხმარო ეს ტიკიტაკას ტაქტიკა აღარ მინდა და რაღაცა. მე პამპულობანას თამაშობდა, აბარას თამაშობდა. ხო და მე ვინი მაგრამ ეს იყო ვარჯიში. უფრო გასაგებია სათამაშო ტაქტიკა არის არის. კვადრატზე. ხო, რაც შეეხება იმას ახლა იმას გვარდიოლას იგივე. რატომ მივიდა აქ? გვარდიოლა არსად არჩებოდა 4 სეზონზე მეტი. რატო წამოვიდნენ ყველა დროის საუკეთესო გუნდიდან ეს მე არ ვაღიარებ ამას ყველა აღიარებს და ამაზე 2008-2012 წლის ბარსელონაზე საუბარ. წამოვიდა იმიტომ რომ სანდრო როსელი რომ მობძანდა ძალიან ბარსელონას სად პოულობენ ეგეთ პრეზიდენტებს კლუბის არ ვიცი რა. ასეთი მარაზმი არ მინახი. აი ლევან რაკნაძე სანდრო როსელი პირველი ნაბიჯი იყო პირველ კვირაში. ერთ სიმბოლოდ 1 ევროს იღებდა კლუბის საპატიო პრეზიდენტი დიდი იოჰან კროიფი. პირველი მისი ბრძანებულება იყო კროიფის განთავისუფლება საპატიო პრეზიდენტობიდან. ნუ აი რაც ახლა გააკეთა მანჩესტერ იუნაიტედმა რომ გაუშვა ფერგუსონი იმიდან რა ქვია. სრული მარაზმი რედკლიფმა გაუჭირდა მილიარდესო გადაეხადა მისთვის ფული რა. გადავიდა იმ სცენებზე და იგებს ესე იგი არსად არჩებოდა ამდენი ხანი. პირველი 4 წლის მერე უნდა წამოსულიყო ესეთი განსაზღვრა იყო სიტისგან, მაგრამ იქ იყო ერთი მომენტი. გახსოვს შენ ფინალში იყო ისიც გახსოვს რა ქვია ჩელსისთან რუდიგერმა რომ თაყვა ჩაუნტრია დებროინს 3 ძვალი გაუტეხა ერთად ყრიმალის, ხვირის და წარბის მოგებულ თამაშში და პირველი 4 წლის განმავლობაში ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. თავმოყარე კაცია, სუომას უკიჟინებდნენ, სუომას ამოძახებდნენ, მithumetes მოშორნები რა, მემეტი რა არის მაურინიოს თამადობით. დარჩა იმიტომ და გააგრძელა კონტრაქტი. რადგან ხონდა ძალიან დიდი უსიამოვნება ოჯახში, ძალიან ცნობილი ფაქტია. ოჯახსაც აუცილებლად ვიტყვი, ეს ოჯახი არის შექმნილი 21 წლის იყო, სანამ ბარსელონა მოიგებდა ჩემპიონთა თასს, როგორც მოთამაშე, მოიყვანა ეს მეუღლა 32 წელი ბედნიერად იყო ცოლთან ერთად. და დაპირებული იყო ძალიან ისეთი ოჯახი იყო შექმნილი და ყველაფერი დაპირებული იყო მეუღლის რომ არ გავაგრძელებ კონტრაქტს. მანჩესტერში ვისწავლა. არის გოლის გაშორდა მე 32 წლიანი იმის მე. გითხრა ხო. მანჩესტერში ვიწყობილო დამეწონება რომ აქ რიგის სანიშნაობა არის მხოლოდ 2. ესე იგი Old Trafford და ეტიხადის სტადიონი. დანარჩენი არის ქარხანა. წარმოუდგენელი. მაგრამ რაღაც სხვა წყალქე ეგ ცალკე და დინებები იქნება. 365 დღიდან 200 დღე წვიმს და კიდევ 60 დღე იმზადებიან წვიმისთვის. გულის გამაწვრიებელი რა. დაპირებული იყო ყველანაირად დაფიქსირებული. აი ამ იმის მერე რომ 7 წელიწადში ებჯერ მოიგო და ბოლო წელიწადში ზედიზედ ხდება რა. საკლუბო სოფლიო ჩემპიონატია იქ რაღაცა როგორც სეზონი გრძელდება ხოლმე სუპერთასი როგორც სათამაშო და ის სოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ხო. უნდა წლებოდა ისე ბოლო სეზონი იყო, ყველა მისვოდა ბოლო სეზონი იყო. და სხვა შორის თელი ფეხბურთელები ემზადებოდნენ პოსტ გვარდიოლას პერიოდისთვის. აი ზამნიშვილოვანია მაგაზე ვიტყვი, ზოგი წასასვლელად, ზოგი ახალი კონტრაქტისთვის, იმიტომ წავიდა ალვარეში, იმიტომ წავიდა მიდიოდა სავედ დაახია კალთა ბერნარდო სილვამ არ გაუშვა, ბოლო სეზონი იყო, იმიტომ იყო ეს ვოკერის თემა. არ დაგავიდეს, ძალიან კომფორტულად მუშაობდა. გვარდიოლა იმიტომ იქავდა
ბეგერისტაინი და ჩიკი ბეგერისტაინი და სორიანო, მისი ორი უახლოესი მეგობარი. ერთი ფინანსური დირექტორი, მეორე სპორტული დირექტორი. სრული ურთიერთთანხმობა იყო. ალვარესის გაშვება, ალვარესმა როთხოვა გაშვება, გაუშვა იმიტომ რომ თვითონაც მიდიოდა. რომ კარიერა არ გამოროდებია. აბსოლუტურად განსხვავებული თემა იყო. მაგრამ იმტრევა როდრიან ბოლო სეზონზე გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო, უამრავი მოშურნე ყავს და დაიწყო აი ამასაც აქ ჩავარდნენ. ანუ ატყდა კონტრაქტის გაგრძელება არ გაგრძელება. ხომ რა მოშურნის გამო არის მე-7 ადგილზე? და ძალიან იქ არა რომ გააგრძელა ეს კონტრაქტი. ამას დაემთხვა ის რომ ცოლმა უსიტყვოდ ჩაალაგა ჩემოდნები წაიყვანა შვილები. წავიდა მასალ დაინგრა 32 წლის ოჯახი. აიღო ტაქტიკაც მე მგონი. რა? გუნდის ტაქტიკა. გუნდის ტაქტიკა. ეხლა ნელისმიერ თავის დაჭყაპნა ფრთხილებით გინახია. მე აირია. არ მინახი არა და მაგითო ვთქვით რომ ხო არ არის დრო რომ წავიდეს და ერთი სიტის ფეხბურთელიზე მინავდა. გასწავლას ქონდა ეგეთი ისა რომ იძახოდა სულ გვარდიოლა. როცა ფეხბურთელი არის დანაყრებული, არ მინდა თქვა სხვა გამძღარი. წელიწადში 3-4 უნდა გადაახალისო, ახალი სიხილი ჭირდება გუნდს. ამ გუნდში განსაკუთრებით დიდ რეგილები არიან, ახეთკენ პორტუგალიელები და ბრაზილიელები სხვა შორის. იმათ დაიწყო დიაში იყო პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველი, ხო? საუკეთესო ფეხბურთელი. ედერსონი, რომელიც იყო ნომერი პირველი, ბეკერს არ აყენებდნენ, ეგ იყო სოფლის საუკეთესო მეგარის პრიზი მიიღო. ყველას უკვე ქონდა ძალიან მსუხე კონტრაქტი და ქონდა ეს 6-6 ტიტული და ყველაფერი მოგებული. ეს გინდა არ გინდა ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედეს ფეხბურთელებს. ბევრი გუნდი გვახსოვს ესეთი. კი, რა თქმა უნდა. ესენი სულ ეძებდა, ვისაც არ ქონდა ეს მსუხე კონტრაქტი, რაღაცა ეძებდა ახალ ნავსა. შენ ხა იმას გვიმტკიცებ, რომ გვარდიოლა კარგი მწვრთნელია. მინდა, არა, მეჩვენება. მე მინდა გითხრათ. ვიცით ეგ ყველა უარული ხმები ზოგიერთის გარდაცვალების შესახებ არის ძალიან გადამეტებული. გარდაცვალება. თურმე შექმნა ფეხბურთში ეპოქა. შენ გახსოვს ხოლმე ვეჯერა ხარ ნაყოფი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონფერენციაზე. ერთად. კონფერენციად ბატონო. ხო, ერთად ვართ ნაყოფი და ეს ალფაბეტი ხშელის რა. რო ვიჯექით ხოლმე იმაზე, როცა საარჩევნო ის არის კონგრესი. გერმანი, ჯორჯია, გრეიტ ბრიტან. აქეთ კირენიჯი მეძდა ხოლმე ვოლცოკერის რედაქტორი 15 წელი. აქეთ ფანტასტიკური გერმანელი ჟურნალისტი. და საუბარი ჩამოვარდა მცველებზე რა. დიდი მცველია, ისტორია შემორჩება ის მცველიო, ვინცო ეპოქა შექმნაო. ისტორია შემორჩება რინუს მიხელსიო, იოჰან კრუიფიო, მარჩელო ლიპიო და ხე შემორჩება გვარდიოლაო. რამდენი დიდი მცველი გამოტოვა. ძალიან წარმატებული. ფერგიუსონი არ უხსენებია, ანჩელოტი არ უხსენებია, რა ვიცი, ვინ არ უხსენებია. ვინც ეპოქა შექმნაო, ვინც ფეხბურთი შეცვალაო. კაპელო და არიგოსაკიც არის, ვინ ახსენები? არიგოსაკი, მაგი გითხარ. მიხელსი, კრუიფი, არიგოსაკი და მიხელ გვარდიოლა. რა ფეხბურთელებზეც იყო იგარ. ფეხბურთელების შედარება სხვა ეპოქის ფეხბურთელების შედარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო. მე პირველად 45 წლიდან ფეხბურთს უყურებ, ჩემ პირველ ეპოქა შექმნა დი სტეფანო, ნუ ხელი ამიწევია არ ვიცი, მარტო ის ამაქვს ძველი ჩანაწერები. მერე იყო პელეს ეპოქაო. პელეს ეპოქის მერე მოვიდა კაცი, რომელმაც ფეხბურთი მართლა შეცვალაო, აბსოლუტური გენიოსი და ეგეთ მოაზროვნე ფეხბურთს არყულია იოჰან კრუიფზე საუბრობ, რომელმაც მართლა შეცვალა ფეხბურთი. იმის მერე მოვიდა ერთი გიჟი გადარეული, რომელიც ყველაფერს უკუღმა აკეთებდა, როგორც არ უნდა ეთამაშა, როგორც არ უნდა გააკეთებია, ნუ მაგრამ მარადონა იყო რა. და ბოლოს დაამთავრა ეგრე. ჩვენო ბედნიერები ვართ, რომ ეხლა შეგვიძლია მოუყვეთო მასიბერიშვილის მესის ეპოქაში ცხოვრობდით. წარმოიდგინე რა ფეხბურთელები გამოტოვებენ, ევსებიო, პუშკაშიო, ზიდანი. ხომ არ ისინი სხვები ყავდათ მაშინ, ნუ ეხა. ეპოქა ვინ შექმნა? მართალია და სხვა ეპოქის იმების შედარება არ შეიძლება რა. ასე რომ არ დაგავიძეთ რომ ეს უტიტულოდ შეიძლება არ ჩამთავროს სიტიმ როდრი უკვე ვარჯიშს იწყებს და ივნისის ბოლოს არის სოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და კიდევ ნახოთ იქ ვინ თამაშობს კარგად. არა, რომ ჩააგდოს ერთი სეზონი, ამაზე კი არ დაობს. აქ კითხავს სხვანაირად. ჯერ ესეთი ხალხოს სტუმრები მოდიან და რას დაბარაგობენ ახლა ძალიან ბევრი გაკიობაა მის მიმართ. ისე როგორც შენ არ გიშნით ხელს. რადგან ეს თქვა იმისთვის არის ეს აი გვარდიოლო გიყავს აგერ გვერდზე და ილიამ ხალხი კაი. გადაჭარბებულია ჩემი გვარდიოლო. კაცო მე ცუდად კი არ მიმაჩნია უბრალოდ ხანდახან არის რომ კარგი მწვრთნელი კარგ გუნდში არის, მაგრამ თითქოს ამოწურა ამ გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთთან ურთიერთობა და სხვაგან რო წავა ისევ დიდი გამარჯვებები და დიდი რაღაც წინსვლა იქნება და ამა თუ იმ გუნდში ხანდახან უკვე მორჩა ამათი ურთიერთობა. ეს მეჩვენება. გახსოვს რა თქვა კლოპმა, ჩემი საყვარელი ეგეთი გერმანელი არ მოყოლებით ეტაპი მიყურს ის გერმანელი. გენიალური, ერთი გენიალური გუნდი დაუტოვა სლოტს. იმდენად გენიალური გუნდი, რომ არავინ არ უყიდია, დიღიდეს მამარდაშვილი მომავალ წლისთვის.
ხო, მაგრამ უკეთეს რატომ ფეხბურთს მიდიხარ? თამაშობს სლოტი ახლა და. ბატარეები დამისდო. უნდა დავიმუხტო თავიდან. ერთი წელი უნდა დავისვენ რომ მოვკიდო ჩემ მეუღლეს ხელი და მოვიარო სოფლიო. ხო და ეგ მომენტი ხო არ არის ეგ მომენტია, ნამდვილად რომელიც მან გაუშვა ხელიდან თავმოყარეობის გამო რომ არ ითქვათ რომ აი მიატოვა გუნდი ესე დღეში. გვარდიოლას დურესელი უყენია თუ არ უჯდება თუ რატო იმას დაუჯდა და ამას ხო შეიძლება ამასაც დაუჯდა თუ ყველა გაეცა შენ და შეერთოს იმაში რა ქვია ხო არის ადაპტაცია და მე სხვა გუნდში და ისევ დამუხტული მივიდეს შენ სხვა რამეზე გააკეთა გეუბნები წავიდა მარტო რომ გვარდიოლა თავმოყარეობა კაცმა ეპოქა შექმნა და ასე დღეში გუნდი არ და მეატოვა თან მაგალითად როგორი გუნდი დატოვა კლოპა არა რა მდგომარეობაში არ დატოვა ჩემპიონი გახადა და რო წასულიყო როგორც არა მე ამ სეზონში გეუბნები ამ სეზონის მიმდინარეობისას როგორ დაემთხარა როდრი რას გეუბნები იცი უყურე ფეხბურთელი გაიქცა სოლი შენ გარდა ყველა გაიქცა გვარდიოლას აი ესეც მე ხმას არიღებს ეგ ზის წიგნ დაწერაო შენი ძახი და ხმას არიღებს ესა და სოლი წავიდო შვილები წაიყვანაო მეზობლები ყარელაპარაკებია ფეხბურთელი გაიქცა ყველა ამიტომ გაყიდა და შეგადაირია შენ ამ იმას ერთი დაგავიდა და როდრი დაემტრა ხოჩეს როდრიც გაიქცა დამტრეული ვიცი რა ქვია როდრი აღმოჩნდა რომ არა მარტო მოდის წელში თამაში განსაზღვრელია არა მარტო სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ოქროს ბურთი მიიღო არამედ არის ისეთივე გუნდის ჯილა აი ხა იმ წინვალე არსენალში სადაც ანრი და ბერკაპი თამაშობდა ვინ იყო გუნდის ხოჩი ვიეირა იმ წინვალე მანჩესტერ იუნაიტედში ფერგი დროს რომელსაც ფანტასტიკური ხალხი თამაშობდა 25 წლის მანძილზე ერთი ის მოიგო ტიტული ვენგერმა გავიგე ძალიან მიყვარს მე ვენგერიც ისიც რა არის სხვა რამეს გეუბნები იქ ვიერ იყო ხო აი ხო ლაპარაკობ იგივე ფუნქცია დიდი გარდა დიდი ფეხბურთელობის ავტორო რა ბიჭი იგივე დიდი ფუნქცია როგორც როიკინს როგორც ვიერას და როგორც ბერს გუნდ შეიძლება ყოჩი ხო როგორც ჯერარდი იყო აი იმ ყოჩმა რამდენი რაღაცა მოიგო ამ ყოჩმა ფეხი მოტეხეს გადამოიტეხა ისა და დაბრუნდება და ნახავ როგორ იქნება ესპანეთის ნაკრები და ხოდასა როგორ იქნება სადმე ნაკრებში ვიხილავდი გვარდიოლას ისე აი მთლიანად ერთი წელი შესვენების მერე ხო, ნუ არა უშავს. ბრაზილიის ნაკრებში თქვენი ხალხი არის. აი შეიძლება ხარი ხა რაღაცა. მეცადი შენ. გეთახვები ნაკრებში? ნაკრებში ბრაზილიის ნაკრებში. არა ხო, ჩემს გვარდიოლოგობაზე რასაკვირველია გადაჭარბები თქვა არანაირი გვარდიოლოგი მაგრამ შენ რას ფიქრობ, ეგ მაინტერესებს თორე. არა, ნუ ყველა ადამიანს აქვს კრიზისი და ყველა გუნდს აქვს კრიზისი და ყველა წვრთნელისა და გუნდის მიზეზები და ახსნა. რა, აუცილებლად და ყველა ადამიანის და გუნდის ურთიერთობაში შეიძლება დადგეს კრიზისი და რაც შეეხება მანჩესტერზე ეხლა ცოტა გავხალისდეთ, მახსენდება დავით დეხეას ცოლის თუ გელფრენდის არ ვიცი რომელია. აუ, გენიალური შედარება. ის რა ქვია, შედარება რომ მანჩესტერი მაგონებს რომ მაცივრის უკანა მხარეს. ფანტასტიკური შედარება. აი ქალაქიო ამას გავს ასე. შედარება. სენიორა დეხეამ თუ თქვა და არ ვიცი ახლა თუ იმ ქალბატონს ეგ წასვლის წინ თქვა თუ სენიორა იმას რა ქვია გვარდიოლას აბა ხმარი ღირებდა კვირაში 450 ყოფნა ხო ახლა ესეც გასაგებია ორჯერ საუკეთესო მეკარე ინგლისის და 450 ხუნცი ღირებდა ერთი კიდე გავხალისეთ კარგი ამამო რეისი თუ გახსოვთ ხონებული არსენალს სამშობლოში ფანტასტიკური ფეხბურთელი რომელიც თამაშობდა ბომბარდირი იყო გოლები გაქონდა ძალიან უყვარდა ვენგერს ძალიან უყვარდა ჰაიბერის მაშინ ჰაიბერი იყო შვენიერი ფეხბურთელი გულშემატკივარს უყვარდა მსნელს უყვარდა თქვა რომ ჩემ ცხოვრებაშიო წარმოშობდი ბოშა იყო 90000 ფუნტი კვირაშიო ღებულობო მივიდა ვეგეთან აქ საუბარი და მოუვა გიждდებია რა ჰაიბერზე გულშემატკივრებზე თქვენზე ბოსო მაგრამ დილას რომ გამომიხედავ ფანჯარაშიო სულაც ხდებია. მე მალაგაში დავიბადა და მალაგის ტურისტული სლოგანია მალაგა 365 დღე მზეო. ფანჯარაში არ მინდა, უნდა დაუბრუნდე, მივდივარ. სად მიდიხარ და მალაგაში უნდა დაუბრუნდე. ამიტომ კარიერაც მიატოვა, ყველაფერი მიატოვა ეს ამხელანას გაურება, რომ ზე უნდა და რაღაც ენახა რა. და ლონდონი ბევრად უკეთეს ქალაქია, მანჩესტერში. კი, რა თქმა უნდა. მიზეზია. მოდი ახლა იცი გახალისებიდან ცოტა ხარტო ხო ნახე ყველაფერი ახლა მე 8 წუთი უყურა და ახლა თავი გაჩერდა არა ახლა ახალგაზრდულებზე მინდა ახლა რაღაცა პრობლემებიც გვაქვს ხო ახლა კი კარხასიათზე ვარ ძალიან 3-0
მოგებული გვაქვს აგერ გუშინ და კიდე მეცველოდებით შეიძლება ზეგ. მაგრამ ცოტა რაღაცა ისინი რა ქვია ზარებიც გაისმა, იმიტომ რომ U17 და U19 საიდანაც უნდა მივიღოთ შევსება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკრები ძალიან ახალგაზრდაა ჩვენი ძირითადი გუნდი და პერსპექტივას და ისიც ვნახეთ, რომ U21 ძალიან კარგი ყავს ეგერ ევროპის ჩემპიონატებში სათამაშო სლოვაკეთში და პლუს კიდევ ვნახეთ არაერთი ფეხბურთელი, რომელიც იმ შეიძლება არის იმ ნაკრებში, ან გადაზრდილია იმ ნაკრებიდან, მაგრამ ანუ გულისხმობ იმას ასაკობრივის, მაგრამ ეგერ მათი გოლები იხილეთ და უკვე ნათამაშები აქვს, ან სათამაშო აქვს ნაკრებში და ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ ამ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხდეს, ანუ მე კრიზისს ნამდვილად ვერ ხედავ პირიქით, მაგრამ ეს 2-0-3 სახში პოლონეთთან და იმასთან რა ქვია ყაზახეთთან, ხო? რაღაცა მეტი მგონია ხა ყაზახეთთან 3-0-ს არ უნდა აგებდეს საქართველოს არანაირი ნაკრები. და პოლონეთთან მადლობა თქვენ 3-0 წააგე და არა 5-0. ხო, კიდე პენალტი ვერ გაიტანეს მართლა. ხო, და მაგას ნახავთ აგერ არის გოლები ხარ. სახელებს მეგონი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანა ახლა გოლები, იმიტომ რომ ყაზახეთთან კარგი არ ერთმა წამოწიე. ერთი რამ მინდა ვთქვა და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა სვანაძეს და 30 წლოვანთა ნაკრებს, რომელსაც გვაჩვენა როგორ უნდა იყოს გუნდი, როგორ უნდა იყოს შეთამაშება, როგორ უნდა იყოს სელექცია, როგორ უნდა იყოს ერთმანეთს გატანდა ბარაქალა სვანაძეს და ნამდვილად ურჩევ რომ ამ 19 წლების უკეთეს სელექცია გქონდეს მიბაძვის სვანაძეს ასეთი მაგალითი აქვს წინ. იმიტომ რომ სელექცია არ არის მარტო რომ მიხვალ თბილისის დინამოს აკადემიაში და წამოიყვან იქიდან 11 კაც ნაკრებში. ძებნა უნდა ფეხბურთელებს რა. და მაგის გარდა კიდე ერთი რამის წინააღმდეგი ვარ რა. კი 17 წლოვანი ფეხბურთელი თამაშობს იამალიკა, მაგრამ არ შეიძლება რომ 15 წლიდან ხარებაშვილი თამაშო 4 წელს უფროსებში. არ შეიძლება. ყველა უნდა ითამაშოს თავის ასაკში. აი სვანაძე მარიჩქარა სალიას თამაში. 30 წლამდელებში რა. ცუდი ფეხბურთელია თუ ვერა ვარსად ყოფდნენ თუ რა. ეს კონფიდენსი, მთელი სოფლოვან კონფიდენსი ლაპარაკობს ან თავდაჯერებულობაზე. როცა ასა ის პოლონელები იყვნენ, არ ვიცი, ცოტა ჯგებარება რამდენი წელს იყვნენ, რა. როცა არის 2 მეტრიანი და შენ გყავს ოდიკაძე, რომელიც არის 1.60 მ, უკაცრავად რომ გამოიყვანეს იმას და ერთ თავდასხმელად თუ თამაშობდით, რა გინდა ხე? თავზე შეაწოდე მას ბურთას შეაგდოს. არა, მე არ მინდა არაფერი, მე მინდა რომ 3-0 არაგებდნენ და ანუ ფიზიკურად ძალიან დაიჩაგრენ. აი ამ ეს თამაში, აი ეს არ არის ეს ხო სამარცხვინო შედეგია ხო, ხო? 3-0 როგორ აღარ მაგთამაშები ხიზით. არა, იმ ტოტალური პერაცობა ქონდათ ყველა ორთაბრძოლაში. აქაც ხო, რო. კიდე პენალტი ხისტი და უხეში გუნდია. კიდე პენალტი აიღო მე. დაცვა, წარმოუდგენელ ცოტა თამაშობდა. რა გოლები გავიდა, გოლები. პირველიც მეორე. ეს უკვე პოლონეთთან მატჩია. პოლონეთთან მატჩია. ხო, ეს არა. ამაყო ნამდვილად არ არის. ეხლა თან არის ეს ხო აქტარდება ხო? თან ელით რაოდია, ერთი გუნდი გადის. სლოვაკეთია და მონტენეგრო ეხლა იმედია მათანაც ცოტა უკეთესად თამაშებთ ეხლა ერთ-ერთი თამაშეს იმათთან ერთმანეთში. აქ ერთი გუნდი გადის და ეხლა პოლონეთი. ერთი გუნდი გადის და გასვლის შანსი თეორიული აღარ არის. 3-0 წაგებული. თანაბარი ხულე ერთხელ წაი ფეხი დაუწდეს, ურთერთ შეხვედრა. ურთების შებარდების რომ მიდგება კიდე ანუ ორივე ზანცუდაც კარგი არა ყურადღება გამახვილენ და მან ორივე უნდა წააგოს, შენ ორივე უნდა მოიგო და კიდე ალბათ პატარები თვალოთ. მე ის პატარები უფრო მაინტერესებს რომ ეძახის ხვიჩია. არა, როგორ შენ 6 გოლ არის. ერთადერთი ვერსია აქ არის, რომ იმათ ერთმანეთში ფრეაქ. იმათმა ორივე უნდა მოუგოს პოლონეთს. და 4 გოლა გაუხდეს. ამ თამაში იმსახურეთ და ჩვენ უნდა მოვიგოთ ორივე მატჩი. არა, ეხლა უკვე ნახე იმსახურებ არ იმსახურებთან მიმართებაში გეუბნები. ნახე, ეგერ იყო სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი. არგენტინა მოუგო ბრაზილიას 6-0. არც არ მოუგია არც ერთ იმაზე, რა ქვია, ტურნირზე ასეთი სხვაობით არც ერთ ასაკობრივ გუნდს აი ამ სუპერკლასიკოში, ხო? გავიდნენ ორივენი იმაზე, რა ქვია, პლეიოფში, არა, და ბრაზილიამ მეორე თამაში ითამაშეს ფრე ერთმანეთში, ბოლო წუთზე გაათანაბრა ბრაზილიამ
არგენტინასთან ფრე-1-1 და იმან წააგო პარაგვაისთან და ბრაზილია გახდა ჩემპიონი. ეხლა შენ როგორ გონია? კი, ამათ ემახსოვრებათ 6-0 ივლიან იმითი რა ქვია პლაკატები ჩვენ მოგიგეთ 6-0 დაახატავენ რაღაცა იმას კარიკატურებს და რაღაცას, მაგრამ ჩემპიონი გახდა ბრაზილია. რო შევა მომავალ წელს. იმას კი არ გონები 10 წელს მერე. რო შევა ვიღაცა და ნახავს და არ დაიწყებს დეტალების ნახვას, ნახავს რომ ჩემპიონი არის ბრაზილია. ხვდები? კი, ისინი შეიძლება არაპატიონ იმას და მსვლელი დაახჭონ იქა. ანუ ჩვენ გავიდეთ და ჩვენ გავიდეთ და პოლონეთთან წააგე შენ თუ იმასთან. თანაც გუშინელი თამაში თორე ის კი არ იმას კი არ გეუბნები რომ კარგია და საამაყურო წააგე გუშინი. ფედერაციის პრეზიდენტებმა შეიტანეს ერთობლივი განაცხადი 20 წლამდე სოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე თბილისში და საქართველოში. ხო? ესენი არიან 209 წელს დაბადებულები. 209 წელს დაბადებულები. ანუ ჩვენი პატრონები ძალიან გვაინტერესებს და მოდი მაგალითი გვაქვს გადასარევი. იგივე სვანაძის მუშაობა და მისი ასისტენტების, ხო? აქედან უნდა მზადდება ამ თავად. კი, ხო, ამას მიყურებელს მიცემა ეს უნდა იყოს ცივი შხაპი რა, ეს ორი თამაში იყოს ცივი შხაპი. მან იგუწევს. აქ ეხლა გამართლება არა აქ ეხლა 2-3 სახში პოლონეთთან და εμასთან ყაზახეთთან ამას გამართლება რო არა აქ და არც უნდა ეძებო თან კარგად ითამაშე და არ გაგვიმართლა არის. არა, კარგად ითამაშე, კარგად ითამაშე არა სამეთოს ვერ წააგებ. ბიზინა ხო არ დაუთუოთ უკვე საინტერესო მომენტები და განსაკუთრებით გვაინტერესებს გუშინდელი მაჩი. არა, ეს 100%-იანი ის არა. 100% მე თვითონ 100%-იანი. ხო და ნახოთ ეხლა კიდევ ერთხელ და გავიაროთ ეს ყველაფერი სხვა მომენტები. კიდე წითელი ბარათი სხვა თიშო. კი ბატონო. ბოლო იმედი ჯარიმა, ხო? აბა ნუ პენალს თუ მიცემ და შეიძლება არ გაეძევებინა წესებით ეხლა ესეა. აბა მოდი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ბურცე, ეხლა იყო საუბარი ბურცეიდან, ბურცე როგორი ბურცე რო ეთამაშა, თქვენ ბურთის მოძრაობას დააკვირდით. ხო. როცა ესეთი ვარდნით ბურცე თამაშო, ბურთი აუცილებლად იცვლის მიმართულებას, ხო? როგორც მიდიოდა ბურთი, ისე მიდის ისევე. უკაცრავ კაცი არის წინე შენი ზუგრი უკნიდან ვარდნა, საერთოდ უნდა იგზავნოს პირდაპირ გაწევება უნდა. გვერდიდან ხედავდით, ხო? არის პენალტი. თუ ეხლა ჩვენ ხაზზე იქნება ხაზი არის. ცუდი კომენტარი გამიხედა თამაში დროს. ხო, ნუ მარცხენა ფეხს მარცხენა ფეხის ზონაში. რა ბურთი თამაში? იბურთა ფეხის ზონაში უკვე საკმარისია. როგორ შეხება ხოდასხეულს? საჯარიმოში. არა, ბურთსაც ეხება, მაგრამ ფეხი მიაქეხა რა. იგი მაგას მაგა. ჩემი აზრით ან უნდა გარეთ ჯარიმა დაენიშნა და გაეგდო სომეხი მცველი ან პენალტი. ან პენალტი. ხო და უფრო პენალტს ფიქრობ, იმიტომ ნიუანსებს ეხლა რო შევხედე იქ სად არის? აი წინ არის ფეხბურთელი შეხარ უკან. რანაირად უნდა გამოყო ეს ფეხი რომ მოიცადე, ეხლა მოდი ვივჟიოთ, რა დანიშნა? არაფერი. ეხლა უყურე, გადაამოწვა ვარმა, ხო? და ვარი რაში დაეთახმა რომ დარღვევა არის, ხო? თუ საჯარიმოში არის, ალბათ საჯარიმოში არის. მაგას ვამბობ მეც. ერთი აუცილებლად რა, ვარი ამიტომ აღარ გავძე. თუ არა. და წითელზე გადამოწვა იმიტომ არ წავიდა. საჯმა მამის მინახო, წითელზე ვარი ვინ იყო? დაუშვათ იტალიელი. ვარი იყო ორი იტალიელი, რატომაც რუმინელთა ბრიგადაში, დიპაოლი. ეს დიპაოლო იყო ვარი ზუსტად იქ სადაც ქუსლის 2 სანტიმეტრი ჰქონდა და ხვიჩას უწაართვა გენიალური და პესეჟისთან. იმას იტალიური ვენდეტა დავარქვი და ეს აღარ ვიცი რა ჯანდაბაა რა. ხო მაგას ეს დიპაოლის რა. კი. არიყო ხო კვარასკერეს ამ ის არის რა ქვია ის აქ ხო შეთქმულების თეორიის მიმდევარი ხარო მაგრამ. არა ლევან ისეთი მაგალითი და წინ. აი გავყვები შეთქმულების თეორიის. მაგი არის მესეჯ ბოქსის პასუხი. თელი სოფლიო ისტორია არის შეთქმულების ისტორია. საჯუმის შეთქმულების თეორიის პოსტასავი შეთქმულებაც მოგონილია თუმცა და მე ვარმა იცოდე და ეს უკეთად მოგოლი მოიქცა სხვადასხვა ბეროთ რო ისეულად ვის გაუშვა. ვარმა რატომ არ გადახედა? ის აზრი რომ ეხა რადგან პენალტი არ იყო, ვარმა არ გადახედა, არ არის სწორი, იმიტომ რომ თუ პენალტი არ იყო, ვარი ვალდებულია გადახედოს წითელ ბარათს, იმიტომ რომ თუ პენალტი არ არის და არის ჯარიმა, მაშინ ეს არის ერთ-ერთზე გადიოდა და არის ანუ შეანიშნავ ჯარიმაზე შეუძლია არც ჯარიმა დაანიშნინოს როგორ ლუქსემბურგთან გოლი გააუქმა და დაგვაბრუნა იქით ხარეს აი კარგი მაგალითი ზუსტად კაი მაგალითი რა მოგიყვა ანუ თუ ყველა შემთხვევაში აქ ეხა ვარი ვერ გამოძვრებოდა ანუ უბრალოდ ვარმა ჩათვალა რომ აქ არ არის არაფერი
საერთოდ ეს დიდი თემაა, ცალკე საუბრის, პენალტი რომ მიეცა. ფეხბურთი დაცვა რა. და არა ის გამოგონება იმის რა. მიეცა მაგალითად, ეხა წესებში არის რომ თუ პენალტს აძლევდა ბურთზე თამაშის მთელობაც იყო, იმიტომ რომ შეეხო გაიჟღერა ხო სიტყვა. მე გეტყვით, შეეხო ბურთს, იმას არ ნიშნავს ბურთზე ითამაშა. ეს დიდი სხვაობაა. თუ შენ ესეთ ვარდნაში ფეხბურთს წააქცევ და მე რაღაცნაირად ბურთსაც შეეხები, ეს ბურთზე თამაში არ არის, უფრო დარღვევა არის. მაგრამ თუ კაც გაიტანა, მე ბურთს შეეხები რა არის, ვერ გავიგე. ხოდა ჩემი დაკვირვება რა არის კიდე ხა ჩვენ არა ჯერ ბურთს ეხება ეგეც ვთქვათ ეხა ამ შემთხვევაში ჯერ ბურთლა დარწმუნებული ეხება მაგრამ ფეხი არა კი არ გედავები ბარდახში ურტყავს პირველი არ დავ არა მე მაგას ვარ მაგის დავისყრო პენალტია მეთქი იმას ლაპარაკობ თუ ქრონოლოგიაზე ლაპარაკობ კაცო თუ ქრონოლოგიაზე ლაპარაკობ ჯერ ეხება ბურთს მაგრამ მიაკ ფეხი რაც დარღვევაა და შესაბამისად ყველა შემთხვევაში პენალტია რა არ ამართლებს ის რომ ბურთსაც შეეხო მე რა მოხდა რომ ბურთს შეეხო არა ნუ თამაში კიდე ერთხელ აღო ანუ ბურთზე თამაში არის ხო არა მე ბურთი რომ მიგორავს მე რო ესე ვარდნაში თამაშო ან მიმართულებას იცვლის ან ბურთი ჩქარდე ანუ სისრა ანუ ჩანს რა თვალში საერთოდ ხა უბრალოდ შეეხო ვარდნისას კი ბატონო შეიძლება რაღაც მინიმალური შეხება ბურთთან არის მაგრამ აქ დარღვევა არის ამაზე ლაპარაკი მე ერთ რამეს გავუსმევ ხალხს უბრალოდ ისარგებლებ მომენტით და დიდი მადლობა მინდა უთხრა ლაშას რა და თქვენ განაცემას იმის რომ ესეთ ლაშა ყავდა ესეთი ანალიზი გაქვთ იმიტომ რომ ფეხბურთის მე მგონი გულშემატკივრება ეხა ისწავლეს მის შემხედვარი და ხო ძალიან ობიექტურობისთვის ლევანმა გაიხო ეს სამშემატკივრო გავიზიანებელია უკეთეს კომპლიმენტი კარგად ახლა გულშემატკივრების გამოკითხვა შეიძლება ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ ჩვენმა კომენტატორებმა, რომლებიც ხშირად დაობდნენ რაღაც საკითხებზე, ლაშას შემდეგ ბევრი საკითხი ძალიან მარტივად მოიშალონ. მოიცადე და კომენტატორებმა თქვი, გუშინწი რომ უყურებდი იმას. გუშინწი რომ დამირეკე. ხო. რეჩელ ბლეკმორზე რომ ელაპარაკებოდი. კომენტატორებმა ამისი დოღები დოღებზე დაიწყო კომენტატორები. ხო. ლევანი. დღეს არის ხო მაგის თეორეტიკოს დაფუძნებას და ფერგუსონის ხენს რომ მოვაგებინე. ფერგუსონის ხენს რომ მოვაგებია. აი, მიდი. რას ვიტყოდე ამ მომენტზე კიდე ხშირად რასაც დავაკვირდი ჩვენ სამშობლოში საბით უყურებს და დარწმუნებული ვარ არის ადამიანი რომელიც უყურებს და მე უთარგმნის როცა ესეთი ეპიზოდია და თამაში არ მიცა არაფერი თამაში დიდხანს გაგრძელდა რაღაც ხან იმათ ქონდათ ბურთი ხან ჩვენ ქონდა რა არ გაჩერდა და აი გავლენას ახდენს დაკვირვებული ვარ მეც და ყველა ანუ დიდი დრო რო გადის აი გუშინ რასაც მეუბნებოდი შენ გააჩერებინო შეუულია მაგრამ აი რამდენი მომენტი გახსოვს შენ რომ აშკარა მომენტის გამო გააჩერებინეს ძალიან მაგრამ მახსოვს მაგრამ დიპაოლი მითამაშა დიპაოლი ნახორცოს გულის ხო ხელი თამაში გაგრძელდა ძალიან იმის სამპასი იყო რაღაცა და აშკარა ხელი შეგნებულა ხო ჩაიტალა გოლი გვაქვს ეგ ეპიზოდი მაგასაც აქვს მოიცა არ უნდა გადააგდო ბურთი აი ტაქტიკურად კარში დაარტყი ჩაშალო თამაში ხო ამ ჩელენჯის ეფექტი ექნება ხვდები ეგრევე ცხელზე რომ ეგრევე დაურეკე თამაში დროზე ეგ მითხრა ყურადღების გამახვილების ძალიან დააკვირდით დიდ ცვლელებზე ბეხავს ცვლის გარეშე რომ ფეხბურთელმა გააკეთო შეიძლება შენიშვნა მიიღოს მაგრამ ერთი შენც რო რაღაცა გამოხატო ცოტა ის რომ სასწრაფოდ რაღაც რომ მე გავიდა გამოვიდა ეს საჭის ფიქროს ვარის და ამათმა მე მგონი გუშინაც ძალიან დიდი ეპიზოდიდან თამაშის შეწყვეტამდე ძალიან და მაგას სოლარი რას მითხრა ეგრევე კი ბრაზილიის სნელი ხო ხო გრემიოში ცუდ ბიჭებს ასასწავლიდა რო დაარღვევ ეგრევე უკან წადი და წინ სხვა ფეხბურთელები ხო წამოვიდნენ დაემალე ხო ვერ გიპოვე აი ესეთი ნიუანსებსაც უყურე გადავიდა რა ბურთი გამახვილებდა თან ეხა მით უმეტეს აი რაზე კაპიტანს გაუზარდეს უფლებები ანუ კაპიტანს შეუძლია ოფიციალურად მივიდეს არბიტრთან და მოთხოვოს ახსნა როდის მოთხოვოს ამ თამაშის პროცესში ხო არ მოთხოვოს ხო ან რაღაცა ტაქტიკური ჯარიმა აიღე ან ბურთი მოგება გადაგდა არბიტრი ვალდებული იქნება ანუ იანიშნო რომ უფრო დანიშნავს ვიდრე მე ეს ხელების პარტყვა კიდე უყველაცა მოთხოვნა რაგბიში მხარ ტანგივით არიან უყველა დაიწყობს ხელებს ესე მარტო კაპიტანი მიდის ესე უყურებს რატო ხო იცი რატო კლასის დამრიგებელი ვით რატო იცი რაგბის არბიტრს აქვს კამერა რომელიც არა მარტო ვიდეოს იწერ, ხმასაც იწერ. ხო და იქ უყურებენ ყველა. ერთი სიტყვა წამოსდება. არა ისეთი დამთავრებულია იმის. რა კარგი კითხებია. მოედის გადაწყვეტილება არის ლელო დაიდო.
მაგრამ მაინტერესებს მანამდე ხო არ იყო ბლოკი იმაზე, ან ხო არ იყო მაღალი ბოჭვა, ან ხო არ დააფარა ან კონკრეტულად იმასაც ეუბნება, რაზე შეიძლება იყოს და შენ გესმის ეს ყველაფერი, ეს არის გადასარევი. გადავიდეთ ჩემს შენ ამას გააგრძელებ, რომ ზოგჯერ საჯები დისკრეტაციას უწევენ ვარს. ყველა სპორტის სახეობაში გაამართლა, რაღაც არ ამართლებს, ხო? კი, არა, ნუ ბევრი ზოგჯერ რაღაცა ისეთი დახანება, დიდი ხანი სკანდალური მატჩი იყო, მაგალითად ევროპის ლიგაზე მანჩესტერი სოსიედადი, მაშინ ძალიან გვიან დამთავრდა. ხო, ვერ მოასწარეთ ეპიზოდები, ამიტომ გვექნება საკმაოდ ბევრი, სადღაც 5 ეპიზოდი გვაქვს, მივყვეთ თანმიმდევრობა. მე-6 წუთზე კი ბატონო, არის ეპიზოდიც, რომელსაც ნიშნავს პირიქით. ანუ პენალტის მაგივრად ნიშნავს. დააჯარიმა თავდასხმელი? დელიხტი. ხო, თავდასხმელი დააჯარიმა. ეს არის მე-6 წუთი წარმოიდგინე. ამ დროს არის აჩკარა ვარი კარგად, ანუ თავიდანვე მწვრთნელი რაღაც უნდობლობით გიყურებს, ხვდები? აქ აჩკარა ჯარიმის ერთადერთი მანახი. აიგორი, ფეხში ურტყავს. აი მეტი აღარ ურთამდე გამოუსვა წელივი. ხო, ბურცე ის იყო. ამას რა დააბრალა, რომ ფეხი ჩაუყო და არა, ვერ დაინახა უბრალოდ, ხა დაბრალებით რა, მე ვარზე უძახიან და დებს მანახელეს ხუსლო დაინახეს 2 მმ-ით რო იყო უკან ხა ის ვერ დაინახეს. არცეთ ლივერპულის ფეხბურთელს არ გაუპროტესტებია ეს გოლი. წარმოუდგენელი შემთხვევა იყო. ხო, ეგ ხა ნუ ამიტომ საჭიროა ალბათ რომ აფსაიტი დაინიშნოს, როცა მთლიანად იქნება ფეხბურთი. ნუ აქ არაფერი ხა ისეთია. არ დადო პენალტი, ნახა ვარზე დადო. ანუ თავიდანვე რაღაცა უნდობლობით იყო ეს. ხომარე ლევო ჩემო იმანო ილია ეს ვერ უშველის ახლა. მარცხენას გოლი წავდეს ეს ვერ უშველი გავარცის რომ პენალტი წავდეს და იმ ატლეტიკოს კარგი, მეორე ეპიზოდი უკვე 4 პენალტი იყო ამ მატჩში სხვადასხვა და ერთი მერე გადადო. მეორე ეპიზოდი აქ ცოტა პაუზის შემდეგ დანიშნა პენალტი. რაც ყოველთვის იწვევს ეჭვებს, რაც უნდა 100%-იანი იყო პაუზის მერე რომ დებ იყო აქ. შემოხედე კონტაქტი. ძალიან საეჭვო, მე რომ ბურცე დაასწრო ჩვენთან ამ. ძველი თამაშობს ბურცე. ხა. არაფერი არ იყო. არც ამ პენალტს არ ნახდა ჩვენმა ითამაშა. არა, ნუ ხო, იმიტომ ეს არ ვიცემდი ამ პენალტს, ესეთი მომენტები ის 80 წლებში საჯაროში იმდენი იყო და მცველის კარგ მოქმედებად ფასდებოდა რა. ვარდნაში, აი ბარეზი და ისე ჩაუწებოდნენ, ესე უწებოდნენ რა. ბურცე თამაში რა არის? აი ეს არის ბურცე. ეს არის ბურცე. ეს არის ბურცე თამაში. ანუ იქ თითქოს იყო დისკი არ იყო, ეს არის იმასაც ალბათ არ ვიცემდი, მაგრამ კაი, მე მეორე ეხა ეს პენალი დადო მოგ. მესამე ხო, გასაგები მესამე ახლა საჯების ვახსენოთ ხომ ეხა ყველაფერს საჯი იყო ბენუა ბასტიენი საფრანგეთში. გაფრის გონება. დის არა როიცი ახომე. აი თეკუიპი ეგეც ჯარიმას არ პენალი არის? გერმანიის საჯი ეგეც იმას გაატარებს. მეორე. ერთი შეხედვით არ არის ჩემთვის ეხა ხო და იმას ვიზა. მოიცა? აი ეს არაფერი პენალტი არ ეს არაფერი პენალტი მე არ თუ მკითხო არაფერი. აი იმიტომ არის საუბრები აბსოლუტურად არაფერი ვარის ოთახში იჯდეს და ვარის ეთანხმება ვარის ოთახში იჯდეს ნუ დგას წელი ხელები უკანა აქვს ფალები დახუჭულია აი ეს ძველზე მიხტომა და მე ყველაფერი და სიფტილი ახასიათებს ვინისიუს მაიცის ხომ მიახტება და მე ამ იქით სამი პენლიდან კრისტიანო რონალდოს პირველი საკეთებია. ყველაზე მეტად მე არის იმასაც არ პენალი. დავნიშნავ პირველი იყო ისიც ვარი დაიდო და ეს ორი ის პირველი იცი როგორი მომენტია ორივე რაღაცა გაუყევლად იბძვის ნეიტრალურ გუნდზე რო გასაგებია მაგრამ კარგი უნდა მიცე თამაშის ამ ორ პენალზე შევთანხმდით რომ ეხლა ეს მეორე ეპიზოდი გასაგებია განზრახ უხეშობა არ არის აი იმ იმაში რაღაცა ხდება რა დელიხტია და იმიტომ აი შეიძლება თქვენ ამ მომენტებში შეაგროვეთ კოლინას გაუგზავნით რა როგორი კაი ანალიზი შემდეგ იყო გაზევება ეს ყველაფერი ერთი მიმართულებით ხდება გადაირეოდა ის იმანუელი ისა ალგუისილიო თუ რაგვარია ის სოსიედადის აგირეჩე გუნდი იმანუელ აგირეჩე პირდაპირ ამაში ვეთანხმები ხა ჯერ რაც არ უნდა ყველაფერში არ ვეთანხმები ვერ ვიტყვი კლასიკურად ერთ-ერთზე გადის ფაქტია ცოტა უფრო შორიდან კადრები არა გვაქვს ხო და გამოდო კი
ამოუდო უკნიდა. ნუ აქ საკმარისი ყვითელი კონტაქტი გასაგებული აქვს რა. არა, ერთ-ერთი პირდაპირ წითელი მიცა. ნუ პირდაპირ წითელი უხეშობის გამო კი არ მიცა, მიცა რომ გამოუვიდა შეტევის საგოლე შეტევის. როცა ერთ თამაშიდან რამდენი მომენტს ვაჩვენებთ, ერთი რამე აკიდე. დიახ. საჯიში ეს და სულ ერთ ხარეს ოცნება, ვერ გავიგე. ხო, ეგეც არის. აი გუგე ისეთი რამეა რა. ორი ხარეს ოცნება მიხვდები რომ ბრიყვია. და ბოლო ერთად ესპანელია, მაგრამ წითელშიც ვერ ბოლო ეპიზოდი იგივე მატჩიდან ისეთი მომენტი არ იყო ძალიან უხეშური. ამას ნიშნავს და მე თვითონვე სწრაფად გადათქოს და გამოსთავარი ის ფეხბურთელი ეუნება რომ არაფერი არის. აი ბურცე კლასიკური ბურცე თამაში. აი შვედიერი ვარ და ნებისმიერ ხო, აი წელს რას ვიზახთ, ეუნება ფეხბურთელი და ის მანჩესტერელი ეუნება რომ არაფერი არ იყო და ეგრევე გადათქოს. ვარის გარეშე. კი. მეორე აი მანჩესტერის ხუთას მიცემდი აუცილებლად. უყურე სიმულატორზე უნდა იყოს ყვითელი კარტი და აი ბურთზე თამაში რა არის, რო ვიძახოთ ეხლა განსხვავებას ჩვენი ნაკრების მომენტს და ამ მომენტს შორის, ხო? ბურთი მიმართულებას იცვლის რა, მიდიოდა იქით და აშკარად ჩანს რომ აი ეს ეუნება. ეს ეუნება რომ კიდე სასაცილო რამე გიქ რა, მაგ 4-დან. არა, აი ამას მივცემდი, ამას მივცემდი. ეს იყო პენალტი. ნუ თვითონ ფეხბურთი ძალიან საერთო გოლს ვიფიქრებდი, არ შეხებია და ფეხი არ მივცემდი და ამ თამაში თვითონ მივცემდი საშ პირდაპირ. ბურთს როგორ არ შეხებია. არ შეხებია ბურთს, მაგრამ გაუშვებთ საკიდე რა. არ შეხებია ბურთს. ყველაზე მეტად ეს არის პენალტი. ეს არის პენალტი, რასაკვირველია. იმიტომ ვარ ჩვენ. ეს არის 100%-იანი ბურთი პენალტი. ითამაშა, გაზვა რა პენალტი. რა ბურთი ითამაშა, ფეხი მოატეხა. ახლო და გვაჩვენებენ. ვაჩვენებენ. მე ყველაზე მეტად ხა იმ 4-დან ეს მგონია. ის გაძევება წითელი არ მგონია. თავარს გეუნები, თავარს. მანჩესტერ რატო გადათქვა? ვარის გარეშე დანიშნა პენალტი, ვარის გარეშე გადათქვა. აი ეს მანჩესტერის ფეხბურთელი, აი ეს ფეხბურთელი მის არ ეხება. როგორ არ ეხება ბურთი აქეთ გადმოაგდო. მე მგონი მაინც გაკრა. აი, ვინ გააჩერა ბურთი ახლა? ხო, მაგრამ ეს კაცი წაქცია. ის მე წაქცეულზე ეს კაცი ჯერ შორს არის გზაშია. აი უყურე, რას ეუნება, სად? უყურე. სად ეუნება არაფერი არ იყო. ეუნება და არბიტრი გადათქოს პენალს და შენი ძახი რო პენ ვით წაქცია. რა თქო მე რა ვიცი. ო და აი ეს fair play spirit გაცავს ერთხელ რომ იცოს. მოიძე ფეხბურთელის ნაკრების გამოგადეთქვა შეიძლება ჯერ. მე ბურთმა კიდე შეიცვალა მიმართულება ცოტა აქეთ ფეხბურთელის ნაკრების გამოგადეთქმა რა ვერ გავიგე თუ იყო პენალტი და მოვიდა და თქვა არ არისო აღარ არის თუ რა ესე თქვა იმ ფეხბურთელის გარდა 10 კაცია იმ გუნდში მაგრამ რამდენი პენალტი დადოაქა 50 ეს იყო მეოთხე რომელიც გააუქმა ის იყო მე მეოთხეა ეს და მეხუთე და ეს გადათქვა თვითონ და მეხუთეს 4 დადო და მეხუთეს თქვენდეთ მე რომელ ესე იგი 4 დადო, 1 გაუძევა. გავიგე, მაგრამ ერთი არ ვინახე. ეს გადათქვა, 4 და 4 პენალტი იყო და 1 გადათქვა. ყველა შემთხვევაში არის ერთი გუნდის სამი დატოვა, რომელიც არ იყო და რომელიც იყო ის გადათქვა. ერთი ვარით დადო, იმის სასარგებლოდ. პირიქით, ხო, სოსიედადის სასარგებლოდ. მე 2 დადო, კიდე სოსიედადის კარში. ხო. ეხლა მე წითელი იყო და ეს არის მეოთხე, რომელიც დადო და მე ფეხბურთელმა უთხრა რომ მეგობარო შეგეშალა მართალია ეს ბიჭი ტყუილ არ დადო პენალტი და გადათქვა. მოკლედ იმდენად სუბიექტურია ლაშა ეგ იმ ფეხბურთელმაც შეიძლება რაღაც კი უთხრა რომ მართალია ეს ბიჭიო, მაგრამ აი ახკმა ყველა ვარიანტში ყველა საქმე სუბიექტურია. იზენა კატეგორიად ამოსხმე ამაზე და აბსოლუტურად ვეთანხმები რაზე. არ შეიძლება კანონში იმდენი ინტერპრეტაცია იყოს 200 რო ესე მომინდა და დღეს ესე ვთქვი და გუშინ მეორე წესი იყო ფეხბურთში დაждდები ტავერნაში შეიმუშავეს გადასარევი ეხლა ერთ წესს აქვს იმდენი განმარტება რომელიც არის 58 გვერდი კი ბატონო მე-12 თან აბსურდული ინტერპრეტაცია აკვია სასამართლოში რო იყოს 27 რატო არ შეიძლება მეცების დარღვევა და ის რა ყვითლები ინტერპრეტაციის ვარიანტი იქ კანონი უკვე აღარ არის თვითონ ნიშნები როგორ იწერება, ის ალკე კომედია არბიტრის. მაგაზე ბევრი ვიცინეთ მაშინ რო გითხარი. ხო. არა, ეს სხვა ეპიზოდად უკვე საგოლე შეტევა კაპრიჩოს ინკვიზიტორების პოისრომა. დანია პორტუგალიაში რომ დანია პორტუგალია.
ყველა პენალტზე აი, განსხვავებული მე პენალტი არის, რა ვიცი ხა, აბა რატო არ არის პენალტი მითხარით? აბა ხო მე მეეჭვება. თვითონ ბერნარდო სილვას წაქცევა მაეჭვება. ცუდი რეპუტაცია. შემოდის საჯარიმოში და ზურგში ხელს კრავენ და საერთოდ ვარდება. არ კრავს არაფერს. ფეხბურთელები საერთოდ ხო სპეციალურად ჩერდებიან, რომ უკიდერ მცველი როგორი დაეტაკოს და პენალტი აიკიდონ და ეგ მგონია ეგ სიტუაცია. დატაკებაც არა, ხელი არ უკრია, უფრო რაღაც ტანითესო დაეტაკოს ზურგში პენალტი დატაკებოდა. ხო. ხო, საორგანიზებო შევიდა. აშკარად ეცობოდა. შემჩნეულიც არის. პენალტის მოსაპოვებლად შევიდა. რო შევიდა, გაჩერდა, რომ ცენტრში დაგებოდა უგინდა. საჯის საქმეა პენალტის მოსაპოვებლად ორგანიზებული ხაზები. არ არის პენალტი ეს. არ არის პენალტი. ლეონო მეთამეტეს აქ ის ეფექტიც არის, რომ ეს სუბუქია ბერნარდო სილვა. ის უფრო დიდი ტანის კონტროლი, ანუ შეტაკების შემთხვევაში ის და სხვადასხვა წონით კატეგორიაში არის და არა, ეფექტს იძლევა ისა რა. ხო, მაგრამ სუბუქსო დატაკება ხო იყო. ჯარიმა, მაგრამ ესეთი ხარისხის ბიძგი დატაკება არ იყო უკნიდან. ეხა ის რო გაჩერდა გავიგე. ეს ხარისხები წერია 17 წელში. არა მარტო პენალტი არ არის, არამედ ბერნარდო სილვა უნდა გააყვითლო. ჩეულებრივი ისა ხო არა, მე უბრალოდ შემდეგაც ვიცი მე და საერთოდ ვიცი რომ ერთ-ერთი მეთოდი პენალტის მოპოვების არის საჯარიმოში როცა შერბი ხარ და სხვათა შორის არგენტინელებს უყვართ ძალიან ეს სილეთი რომ შერბი ხარ ჩერდებიან და ცველი როგორ მის და დაგეჯახება პენალტია რა ის შეგნებულად უნდა და არ უნდა და თუ რა უნდა და პენალტია რა არ უნდა დაგეჯახოს მაგრამ აქ დაჯახების ხარისხი ვერ ხედა ანუ ხელის ბიძგი რო ჩერდება ეხლა შენ გადათელა კინაღავდა რა არის ხა ეს სანამ დაეჯახება უკვე ხელები გაშლილი აქვს და უკვე იმაშება რომ პენალზე პერფორმანსი ადრე წაიცა ეგ არის გამოკვეთილი ანუ შენ ბიძგის მერე ვარდები თუ ფეხში უვარდები ფეხბურთს ისე ნახე რა ხდება საფრანგეთმა 2-0 წააგო და კიდე პენალტი შენ მატჩებზე ვისაუბრებთ უკვე შემდეგ ხო ახლა დღეს ხო ნახე გამეორებებია ბევრი მატჩებია და მოკლედ იმიტომ რომ იტალიამ წააგო გერმანიასთან და ეგ მაგითი წყდება სად იქნება ესა რა ქვია ჯერ ხო არ იციან სად იქნება ან უნდა იყოს გერმანიაში ან იტალიაში რომელიც გავა ფინალი ხო რომელიც გავა ან იქნება ტურინში მთლიანად თუ ეხა უკომა შემოატრიალა იტალიამ და იქ მოუგო ხო ან მიუნხენი შტუტგარტია ეს არა იცი რა ერთი კითხვა რა ეს სამხრეთ ამერიკული თამაშები მე მგონი 3-4 რო არის გამეორება ხო იქნება დღისით მეოთხეს გამეორება ხო არის ბილეტები ხო სამხრეთ ამერიკა დღის იქნება გამეორება კი ყველაფერი იქნება არა მან რა არის მე რატო 4 საათზე ყურება დაუძნელი იმიტომ რომ ბევრი აპირებს მიუნხენში წასვლას ბევრი აპირებს მიუნხენში წასვლას ფინალზე ერთზე და 31-ში ჩემპიონთა ლიგის ფინალი უმეტეს თუ ის გავიდა რა ქვია საგერმანიკა ხო ხო და 4-ში თუ გერმანია გავიდა 4-ში მანდ არის ნახევარფინალი ერთა ლიგის ასე რომ ისეთი ძალიან კარგი და ფინალის შესაბამისად იქნება მიუნხენში 8-ში კარგი ჩვენ მადლობა უთხრათ ჩვენს სტუმრებს მაყურებელს ვინც ჩვენთან ერთად იყო გახარებულები ვიყავით ამ გადაცემაში იმედია შემდეგ პარასკევსაც ასეთი ამაღლებული განწყობით და ვიქნებით ესეთ კარგ ხასიათზე და ასევე მინდა მაყურებელს ანონსის სახით უთხრა არ დაიძინოთ გვიანობამდე ურუგვაი არგენტინა არის ხო დღეს კი ბატონო ცოტა ნერვიულობს ხო არა მეორე შემადგენლობით არიან რა ვიცი ხო და ბიძინა უკვე ამბობს ატლეტიკოს თავდასხმელი ყავს მეორე შემადგენლობა მესი არ არის და ლაუტარო არ არის ეს გავარჩიოთ შემდეგ თამაში დღეს მაყურებელს დავამშვიდობოთ კარგად ვწადდებოდით შემდეგ პარასკევს შევხვდებით ნახვამდის